მოგესალმებით მეგობრებო, კი არა და. გამარჯობა მეგობრებო. პოდკასტი კлау დაბრუნდა. მორიგი ხუთშაბათია და მახარა ძალიან გახარებულია, იმიტომ რომ ჩემი კიდე ერთი კოლეგა კომენტატორი ლალო ნაცვლიშვილი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი და შენ კოლეგას შენ დიდი ხანია უკვე მანდიდან გამოგიშვი. ერთხელ კომენტატორი, მუდამ კომენტატორი, ანუ ეგრე არ არის. ეს ერთხელ კგბ-ში კი რომ დაახლოებით. კგბ-ში. მადლობა ლადო რომ მოხვედი. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით, უნდა რაღაცები ამიხსნათ, თორე გადაშლილი წიგნია ჩვენი გადაცემა, რა თქმა უნდა საინტერესო იქნება. ლადო მიკითხა რა ფორმატიაო და კაცმა არის ისო ესე მითხრა. ყოველთვის ადამიანები როგორც ამაგას კითხულობენ ხოლმე, მე რაც ელოდებათ ხოლმე, ყოველთვის გაკვირვებულები არიან, რომ თლად ამასაც არ ველოდით, იმიტომ რომ მახარა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია. ეგრევე დავიწყოთ UFC-ს განხილვით თუ ცოტა ბოლოსკენ შემოვინახოთ, იმიტომ რომ UFC-ში მაგ უფლება რომ თქვა რამე. ალბათ არა, მაგრამ ალბათ ჯობია რომ ლადო მისაუბროს UFC-ს რატო? გორელი ჭიდაობდი? არა, მახარას გონია. მე თუ არა მაქვს უფლება, შენ გორელი ხარ? ვა. გორში ლამის გავიზარდე. ოპა. კონექშენები დამყარდა ეგრევე. გაიგე, ეს მეუბნეო რა ხა მე გორელი კაცი, ანუ ჭიდაობის მეტი არაფერი მინახავს მართლა რა. და მე არ მაქვს უფლება რომ შევაფასო თამაში, ბიჭო. როგორ არ გაქვს? კომპეტენცია არ გაქვს, უფლება გაქვს. თამაში არა, ბრძოლა. ბრძოლა. თამაშია, აი უკვე ვერ შეაფა, სათაური შეგეშა. მაგრამ ისე მოჭიდაობა არის ყველაზე მაგარი ბაზა MMA-ისთვის საერთოდ. ვიცოდე ეს. ამ ბოლო დროს წამოვიდა, ადრე ხო არ იყო ხოლმე. ეხა იმენა ხაბიბამ რო წამოიღო, მე მგონია ეს ჭიდაობის ელემენტები იმის მერე უკვე აქტიურად ყველა ცდილობს რომ ჭიდაობით იყოს. მაგარ რაღაცა შეეხება შენ. ეს როგორ იყო? თავიდან წამოვიდა ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ იყო და ყველა თვიდა ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ არის. ეგ არის რაც არისო და ეს ისე რა მაგარი ისტორია იცით? ეგო ხელოვნურად არის გაკეთებული, იცით? ჭიდაობა თუ ის ბრაზილიული? ურე MMA-ის UFC, პირველი UFC თუ გახსოვთ? ბარ გახსოვთ, მაგრამ შეიძლება პირველი UFC ის გაგიგია ჰოის გრეისი. არ გავიგე. კარგი. მოგლედ, ბუნდოვნად მახსოვს. პირველი UFC რო შეიქმნა, ვინც მოიფიქრა ამის გაკეთება და ვისი ინიციატივაც იყო, ესენი იყვნენ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს მიმდევრები და შეგნებულად გარკვეულწილად ეს გაკეთა იმისთვის, რომ ყველასთვის დაენა ამერიკაში ჩაეტანათ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ, ბრაზილიიდან და გამხდარიყო პოპულარული. ეს იყო რა მიზანი ამისი რა. ხდები? გამოვიდა რომ ქართულების ჭიდაობა. მერე რა მოხდა? მე კარგა ხანი ყველა საერთოდ მარტო UFC-ში რა, ყველა MMA-ში მართლა იგებდნენ ეს BJJ-ს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ტიპები რა და სხვათა შორის ისე არ გამიგოთ რომ ტრაბახო, ცოტა კი მიყვარს ტრაბახი, მაგრამ ნუ არა. ხო, ის არ გაგიგებს. რო უყურებდით, ეს თან როგორ არის? წარმოიდგინე, არის 2000-იანების დასაწყისი და აღმოაჩინე რა შემთხვევით, მე შეხვედი მე სუმო მიყვარდა და სუმოს რო ვეძებდი ტორენტებზე, მაშინ YouTube-ის სად იყო, ტორენტებზე რა, სად იყავით მაშინ თქვენ YouTube-ები. ტორენტებზე რო ვეძებდი? ხო, ნუ ვიდეოებს რა, სუმოს ტურნირები ვიცოდი შედეგები, მაგრამ მაშინ უნდა ჩამოგეტვირთ ტორენტიდან და რაღაცა და ერთი-ორჯერ სუმო რო ავკრიფე და გაჩამოვიდა იაპონური ჩუბობენ ტიპები და მე შევჭიხი ამ იმაზეს და ოღონდ ამებას ხაჭოს მეც ჯიუ-ჯიტსუ დამევასა ეს რაღაცა პატარა ტიპი რომ მაგარ ბუტრუქს რო გაფსკვანჩავდა რა. ხო და ნუ დავიწყე ინტერესით ყურება. ოღონდ როგორი სიტუაცია ხო უყურებ ხო შენ ფეხბურთს რო უყურებ ხო ვინა ვიღაცას გაუზია რა რა მაგარი იყო იმანა. ხო მეც ხო მინდა რომ იმის ვინ არის ხო? არა მე დამცინოთ. ჩუმად ჩაკეტი ოთახი ჩავიკეთე ისე ყურებდი ხო. ხო და გითხრა მოგლედ, უყურებ და ეს ჯიცერები წვებიან ბიჭო ზუგზე და დიდი ბუტრუკებს ქვემოდან იჭერენ. ნებაში ვფიქრობ ბიჭო, ისე ამ სპორტში მეთქი კაი კავკასიელები. სად იყო ხაბიბის მამა და მე რო ამბობდი მაგას. კაი გორელები მეთქი და შეუშვი. არა აჭველები დიდი ბუტრუკები და ეს ქვემოდან რას დაიჭერს ბიჭო, ხო მოკლავს და ამ მართლა მაგ სერიოზულად ვიძახი, ხა ხუმრობა იქოს, მართლა მქონდა მოსაზრება რომ ეს წესით აი ჩვენა მაინც ქართველები კი არა აი ეს კავკასიელი ტიპებისთვის
არის მისწრება და ძალიან მინდოდა რა, ანუ ახლა სამწუხაროდ მე ხელი არ მემიწვდა, არ ვიყავი ახლა ამ სფეროში ისე რომ ვინმე დამეწყო ეგ თემა როგორც თავის მამამ დაიწყო. სტილის ჩხუბობდა. ვინა? მაგრეგორი ის იყო, კრივი იყო, ის პირველი. როგორც კი ხო ანუ ხოლმე მაგას ახლა მანამდე როგორ არავინ გამოჩნდა რომ ეს მაგრეგორი ათრია, ნუ ხაბიბმა. მანამდე იყო. მანამდე წააგო, დიასთან წააგო. დიაზმაც ათრია, იქამდე UFC-ში სანამ მივიდა მანამ. იცი მაგრეგორი როგორ თემაა, იცი? მე სიზე მყავს ამერიკელი. ეხლა საქართველოს სოფლიოში MMA-ს იცნობენ ისე, რატო ვაკეთებ პარალელს, როგორც ამერიკელები იცნობენ ფეხბურთს, ჩვეულებრივ ფეხბურთს. ხვდებით და ეხლა მიხვდებით რას ისო. მოკლედ გაგანია 2006 წელია, მოკლედ ზიდანი ხაზავს ყველაფერს, ხვდები რა და ერთი ფეხბურთელი იცის მარტო და რო უხსენე იცი ხო? ხო და მოკლედ ჩემი სიძე არის ჩამოსული და ფეხბურთი ახლა ბუნებრივია ამერიკელმა არ იცის და მაგრამ და უყვები რა ზიდანი მე პროფესორია მეთქი ეს მაგარია რაღაცა უყვები და მიყურებს ხო მისმენს და აი ბექემამდეო ბევრი უკლიაო ზიდანზე მეუბნება და აი ეგ არის მაგრეგორი აი მაგრეგორი ახლა რო გონიათ ყველა დროის ყველაზე მაგარი აი ყველა დროის ალბათ 10-ში შეიძლება შედის შენს ავით ყოფილა ბუტაფორია გაბერილი რაღაცა მაგრეგორის ნაიდან ვიღაცებს შეეძლოთ ეგ შოუ აი ეგ არის რითიც მაგარი აი ეგ ხარ შე ზუსტად ბიჭო მაგარი ერთნაირები ხარ შენ და მაგრეგორი ბიჭო ვაფშე იმენა ყურებას აი ხო აზზე არ არის ხო არა აზზე არ არის არა მაგარიც იყო მაგარიც იყო ხო მაგრამ ნუ ხო უფრო მეტად ანუ გაყურებინებს სპორტს რა სხვანაირ მუღამსენს როგორც UFC აიყვანა არა მარტო ბრძოლით ბრძოლის გარეთაც რასაც ალბათ მაგის ტრეშ ტოკინგი დღესაც მაგის ტრეშ ტოკინგი არის პირველი საერთოდ სამაგალითო განავაითი ყვერებს ლოკალდეს დღემდე ალბათ შენ მაგრეგორი მაგრაგევასება ხო ანუ დაჟე საეჭო კაცი გამეგია რა ერთი საეჭო კაცი არის რომ მაგარი ტრეშ ტოკინგი იცისო იმანო მაგრამ აი საეჭო კაცის ვერ მივა მაგის ტრეშ ტოკინგი არა აი მე ონორის ტრეშ ტოკი მე არ მგონია რომ ახარაზე მაგრა ტრეშ ტოკი ვინმეს გამოსდიოდეს მართლა მოდი შევაჭროთ აი დიდი სიამოვნები შენ და მაგრეგორი გიშოვი მაგის იმით აუკავშირდი და ამის აურა არის ბევრად მაღლა ანუ ამას ოჯახი შეუულია ეგრევე ახსენებს ეგრევე ისო დაუწყებს იო მე რაღაც ამას ოჯახი აი ეს არის მორჩა რა არის ოჯახი და დავწერე დედა მომიკითხეთ და რა არის იცი ტრეშ ტოკინგის რო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი აუდიტორიას ეცინება თუ არა რა აი თუ აუდიტორიას ამის ხუმრობაზე გაეცინა ის უფრო ცუდად გზნობს თავს რა რომ დაგცინის რაღაც ამას აქვს ეგუნარი რომ ისე თქვას რომ აუდიტორია აიყვანოს ძალიან მე გამაყალებს იმაზე რინგზე არა ეგ ცალსახად რინგამდე ნუ მიხვალ შეცი ხო ანუ იქამდე ჩახსენე როგორ მიდეც ვიღაც აი შენ მეწოდები არ გეჩხებოდი მაგრამ ვინმეს ვეჩხებოდი დიდი შენ ხო ვიღაცა მახსოვს ეს გამოიწვია ვიღაცა ეს როჭის კანკალი დარბიან ისე ყენამ რო გააკეთოს მე და მე კუთხეში დაგიდგებ და აი გარანტიაზე მოიგებ ერთი წელი მე გეკნები ყველა კუთხეში ახლა გეუბნები დრო მომცენ შენი ბაზა იცი არ გინდა რა მე შენ მას ავიყვეთ შენ ხელში არ გინდა ერთი წელი მახარა სერიოზული ბაზა აქვს კლუჩების და იმის რა ქვია აი მანქანის ხელოსნის ბაზა აქვს და მაგაზე რო ავაწყოთ აი რას მიმართულებით გავუშვათ სეგიჟებს მაგრამ 3 თვე არის ვარჯიშობ იმაზე რომ თითები ბოდიში მანქანის ხელოს აუ ვაფშე მაგარს გეტყვით ეხა ალექს პერეირა იცი ალექს პერეირა ეგ ხო იცი იმამდე ვინ იყო ხელოს არის აიგე ვულკანიზატორში იყო ეგა თორქზე რომ მუშაობ ორი ბაზა აქვს თან ეგა თან ჭიდაობა 3 თვეა მუშაობ იმაზე რომ ესენი გავიმაგრო რა აი აქ თითები მიარტყიეთ მას და კაკუნის ხმა თუ ექნება რა ესე აიგე და კაკუნის ხმა თუ ექნება ნუ რავი ანუ ხვა და რატო ვარჯიშობ არ ვარჯიშობს ხო ეტყვი რატო რა მაზუთი მე გქონდა რომ ჩაიწერეთ მაზუთი ასე ბოლტს რო უშვებს სიცივეში აი ნუ ადგილას მან დაისაჭირო ძრილი თითები რა იცი აი გამოცდილი მაყო ნოლადინი მყავდა 90-იანი ბოლტის მოჭერა სიცივეში და 90-იანი აი თან ახალ მანქანებს როგორ აქვს აი ხელი უნდა გასკაჟო აი ეს შეხვიდე და აი აქ არის ოსტატო ორი თითი თუ და მოუსვა რა ოსტატო როგორ გავიმაგროთ თითები საერთოდ ჯამში ეს ყმისგან ესენი ისე გიმაგრდება რომ ურტყავ ის არის რა ძალიან მნიშვნელოვანი აი ხო გინახავს ხო ეხლა ჩემი შულს ვამაგრებინებ თითებს რომ მირტყავს სულ წითლდება რა ჯერ არა გამაგრებული 6 წელსაა მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცებს ურტყავს რომ ეს რომ გაუმაგრდება ხო გინდა რომ გაიზარდოს ხო და გოლში რომ გამიზარდა ყურებს ეხლა მომამტრევდა
აი მე დაჯექი ხავს გადავრჩი მე იცი მე ვიყავ ვიჯექი რა ეს ვიჯექი და ესე აპირებდნენ ხო და რო ჩამომცხეს ყური წირობაზე მოდეთ ხო ყურს ეგრევე ამტროიძრე რა იმიტომ რომ მაინც უნდა მოგწეს და ჯობია რომ მექანიკურად მოტეხო და მე არ გეტკინოს რა ხო რა არ გაგისთულდეს მე და მოკლეს და ესე ჩამომცხეს არ მომწყდა და შევიშვნეთ ვარ და ის გაბრაზდა რა და გამაგდო თუ რაღაც გააკეთა სანამ სხვა მოვიდა იმის დამტროდა და რაღაც მომენტში მე აღარ მივედი ჭიდაობაზე და მაგის გამო გადავრჩი რომ იმ დღეს რო ეს ჩამორტყმით არ მომწყდა რომ მე ყურები დღეს ცოცხალი მაქვს რა მაგრამ თითები გაიმაგრე მაინც აი თვით აუ ნაღდი გორელი თუ ხარ ესე ყურიც ეგრე უნდა გქონდეს ვაფშე არ იქნება 6 თვე აი შენთან სავიზიტო ბარათი ჩავნიშნავდი ბრძოლას და 6 თვეში გაგდით ცემაში მართლა აი მოიცა თქვენ წონებში როგორ ხართ კალა აბსოლუტური ყველაზე მკიდია აბსოლუტური დაჟე 6 წონა იყოს რაც არის აი შესაძლოა აი ხერხემალზე ერთი ეს შენ ამაზე მძივი ბევრად ძიმი ხარ? 20 კილოთი აი მართლა დაჟე გას ლაპარაკობ მე მგონია რომ მალას ჩავიმტრევდი ერთ წელს ან ეს უფორმოა უბრალოდ ან ხო გონია რომ აი ეს არის უფორმო თორე მარტო მუცელში აქვს ცხიმი რა რონაირად ხარ 20 კილოთი რამდენი ხარ מחარ 99 ო 120 ვიყავ მე კი იყავის რა გებდა არა ეხაც არა უწონდ მაგრამ მაგდენი ვიქნები როგორ არის კი უფრო მეტი მეგონა მე არა მე შეიძლება მქონდეს დაკლებული აი 3-4 კილო რა რა ეს არის ერთი ზონა მე გადავარ просто აი ისიც თქვი რა აი რო დადიხარ რო შეიძლება წამოვიდო შენ ფეხს და წაიქცე ეგეც რა პრობლემა გაქვს ეგეც ხო აი ეგეც რა ვთქვა პრობლემა მაქვს ზევით ძალიან ძლიერია მე გინდა რომ გაიმაგრო თით აი მე ამან მიკაკუნებ აკა ეგ რო გაიმაგრო სიარული შეგეძლოს არ შეიძლება არა ესე რო აკაკუნე ხო ოქტაგონზე ბაბში გარინჭა ხარ ანუ შეიძლება რომ ვერ ვიგზნო როგორ მოდი იმებს ისინი უნდა ვაკეთო მუხლები თუ დარბიან ხოლმე დაკ ეგენი უნდა ვაკეთო და აუ ისე კაი სანახავი იქნება ბიჭო ხო და ყენამ რო გააკეთოს ცნობადი სახეების ჩხუბი რა ერთი ივენთი რო ჩაინიშნოს დიდი მაყუთი უნდა გადაგვიხადოს მაშინ ო ძალიან დიდი აბა რა מחარას რო ხელი დავარტყა მე ერთხელ მერაბი არის ჩხუბებოდა ოღონდ რა ვინც მოიგე შენ თუ მოიგე ეგრევე ეთერში მაგრეგორი უნდა გამოიდეს შენი ტრეშ ტოკინგი თან ის ოღონდ გინება გორული იმით ხო იცი არა სახიდან გადაუწინავ და იმან თარგნოს მე იქ ინგლისურად მოდი ეს შოუ ის U16-ია თუ როგორ არის ეს ტუები ედება არა ისაგი ტუები ედება როგორ იცი პირველი 20 წუთი ტუები ადებს ხოლმე მე იხლებიან ტუების დამდებლები მაგრეგორმა არ ამგონია თუ გაიგო სტუმარი რო კითხულობს ხოლმე რომ აი თუ შეიძლება შევიგნო რომ ტუები დაედება და ადგება იტყვის და მაინდამაინც სტუმარის არ ადებს ხოლმე ტუ აუ ჩემი თხოვნა რა მე თუ ამიყოლია ჩემ იმას მაინც ტუ დაადეთ რა რაღაცა არ დაგეზარო მაგრეგორს აკეთებს სამი არის უფასო სამი ტუ ტრაკი ჩამოენძრე გორში შენ დედა ჩხუბი გინდა აი დამშვ ხო რა ჩხუბში ვიწევ ბიჭო რა კაი ჩამოენძრე თუ ტრაკი აქ და მოითხოვს პასუხი ბიჭო მოიცა შეკითხომა კალა მერაბი არის ჩხუბებოდა სტერლინგს ძალიან კამარზე იყო საქმე მერაბის წონა შევიყო და ჩემი სიმაღლე იყოს აუცილებლად გამოვიდა სხვა რაღაც ვსვამობ מחარ მეგობარს מחარ მერაბი არის ჩხუბებოდა საუკეთესო მეგობარს ბევრი წლის განმავლობაში იმიტომ რომ მეგობართან ჩხუბი არ მინდა ესე კი არ ეუბნებოდა 6 თვეში აი ეგრე კი არ ელაპარაკობდა შენ როგორც მითხარ ეხა შენ უნდა უთხრა ვინაა შენი მეგობარი მართლა ვერ ვიგებ ანუ შოთის არ არის პრობლემა ეგ ანუ რა აი კალას გაძუხდიდი მაგრა ეხა მარას ვიზავდი შეჭა გავიყლის ძირებდი თქო ბიჭო ამან იცის რომ ამის დარტყმულს ვერ ვიგზნობ ვაფშე და მაგიტო ამბობს ალბათ ჯიგარი ხარ מחარ ფარისებრი ჯირკვას გაგიხეთქავდი არა מחარას ვერ დავარტყმ შიში ზოგადად შიში ეგრე ლაპარაკობს ჭიდაობა მაგას ვერ დავარტყმ ჭიდაობით ვერ ჭიდაობები რა ანუ იმიტომ რომ არ ეთკინება ეხა ის რომ დავახეთქებ თავის ყური რომ მოტყდება მარტო ჭიდაობა არ მევა სუმო რა ჰა სუმო და ის ანუ მარტო ჭიდაობა არის კაი რაღაცა მოახე ანუ სიძლიერეზე აქ არის გოპი სუმოში მარტო ჭიდაობა წონის დაკლებაც არ მოგიწევს ან მუშტი არ უნდა დაარკვევოს შეიძლება აი ეს ნოკაუტები ყოფილი ხო კი მე მინდა ის სპორტიო შემოვიდეს ლაწანი რო არის ეს შემოსული არ არის დანავა UFC ვისიც არის იმას აქვს ესე დგანან და ეს დამარტყა არა სისულელი სისულელი არ არის ტუს დაადებთ აი ისობა რა მე თუ ეგ ქალებისაც ძალიან მაგარი სანახავი არა ხუმრობ ძას მე რატო ვერ ვკაიფო რატო არ ვცნობ მაგას სპორტად გასაგებია დარტყმებიც ყოფილა და ისიც მაგრამ ბიჭო დაცვა არ არის რა ტიპი გირტყავს არ შეგიძლია აიცილო და არა დამარტყი ერთი დისციპლინა მან ხო როგორ არის პირველ მან ხო ვიღაცა ხო იწખებს ან ვიღაცა
99 კი არა, მე მგონი 100%-ში ვინც იწყებს ის იგებს. პირველს ვინც და. ხო. მონეტისაგდებაზე დაწყება? მოგება რა. მაგაში თუ ცოტა ახლა მოგივიდა რეფლექსი. ნახვი თავიდან. არის თულება არა. შემორტყმული რომ თან რამხელა ტიპები არის ბიჭო. თან მან წვერი არის ჩიტინგი, ხო? წვერი თუ გაქვს არბილებს უფრო. არა, კი არა, ნუ დიდი წვერი რო გაქვს, ანუ ჩემპიონი ვინც იყო წვერი ქონდა დიდი. ყავს. ის წვერი არ უშველის ასეთ ვარიანტი. ზუსტად, აი ეს გაწვიჭდება აი აქ რა, აი და ეგრევე გიხეთქავ, აი ყური არ შეიძლება, ხო ეს დისკვალიფიკაცია ყურში. ხო და მაგიტო ცოტა ლოყისკენ ურტყამენ და წვერი ვისაც აქვს, უფრო ის არის რა, დიდი წვერი. ბიჭო, ადრე იყო ხომ კაცანზე და ეხა არის თუ გათიშავ რა, ყალეთავი ორ კაცი უკან ორი კაცი უდგას და ეს დაიჭირა და მიდი დაარტყით რა. ადამიანები, короче, მაგარი უბერავთ რა. მაგამდე რომ მაგარი გაუფშელება თავიდან უბერავთ, მაგრამ ეხლა ბოლოს მაგრა გაუფერეთ. UFC აღარ მომწონს, რამე მახსოვს ხოლმე. კენაზე ვილაპარაკებდი ხომ რა, ბოქსები რა, მუჰამედი ვიღაცები. ანუ ძველ პროფესიონალურ ბიჭო, აი მე ეხა ხო დარტყმებს უყურებ, არ ვიცი ეგ განსა. მაშინ რომ ბრახუნი იყო, აი ისინი რომ ურტყავდნენ, ეგრე დარტყმული მე დღეს არ მინახავს რა. ცირა შეიძლება ეს წნევას გეუბნები. ხელთათმანების მოდიფიცირებამაც გააკეთა შეიძლება. იქ დარტყმულზე ტიპს რაც ემართებოდა ინერცია, რაც ჰქონდა ხოლმე, ეგეთი ინერცია კაიხანი არ მინახავს. აი თითქოს წნევა გეჯახებაო რა, აი ბიჭო ხო და ეხა ცოტა რაღაცეთ ბევრად სწრაფი გახდა. თან კიდე რა ხდა სპეციფიკური გახდა. თან ძალიან გაიზარდა ეს მარტოკლივს არ ეხება, ამაღდა აი სასპორტული ფარმაცევტიკის რო არ დაზიანდეს სხვა სპორტული მედიცინის. აქ ბევრი დარჩენია. ბევრი არა, რაღაც საშუალებებია, ალბათ დოპინგზე. ლეგალური საშუალებებია, რაღაცებში გეხმარება. თუნდაც ის რომ სპორტის ასაკი გაიზარდა ეხლა. 30 წლის რო დაანერებდა, რო ხდებოდა ფეხბურთელი, უკვე ამბობდნენ რომ ვეტერანი იყო. სად რა 30-ის პიკში შედიან და 40-ების თამაში. 40-ების თამაში. ყველა სპორტში ესეა, ყველა სპორტში გაიზარდა ასაკი. 10 რაუნდი ჩხუბ მახსოვს რომ ძალიან დიდი რაუნდი. ანუ ხო და ჩხუბები იყო ხოლმე 10 რაუნდამდე, ოღონდ აი ბოლომდე რა ხარუხი იყო რა. ეხა აი ალბათ 2 წუთში თუ არ დამთავრდა ნოკაუტით, მე ცოტა ტვინი. ყველაზე სიგიჟე გითხრათ. ეხლა ხო ინიშნება აი თქვენი კოლეგები, თქვენი რა ჩემიც, სხვადასხვა მეც მაგ YouTube არხი. მიდი რაღაცა ქენით ამო. აბა რა, აუცილებლად. ამონათებული იქნება აუცილებლად. მეგობრებო, გადავიდეთ, პასოდ გამოვიწეროთ და გვერდში დაუდგეთ ლადო, დიდი მადლობა. რასთან ლაპარაკობდეს ლადო, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ხო და მახარა რასაც ამბობ ვიღაცებს რომ იწევს, ეს საკმაოდ ისეთი ტრენდია, ხარ არის უცნაური, იმიტომ დღეს ძალიან ხშირია იუთუბერების ჩხუბები. აი, რომ მაგალითად ჯეკ პოლი ხო იცი იუთუბერი. მაგის გარდა ბევრი გამოდის, აქ თან უცნაურ ჩხუბებსაც ინიშნება, ოფიციალურად ინიშნება, მაგალითად შეიძლება გინახავთ 1-2-ზე. ის რო არის ერთი ძალიან ხალების მის წინა. არა, მაგრამ ერთი იყო, ორმა იუთუბერმა შეიძლება იცოდეთ ვინ არის ის. ყოველი იუთუბერი პატარა ტიპები არიან, ტანით რა, ძმები. გამოიწვიეს, ვაიმე რა ქვია, აუ ჭადი სახე. დიდი ტიპი რო არის. დიდი ტიპი რო არის, აი რესლინგერი არის. რესლინგერი არის. strongest man. გამოიწვიეს გახია კი მოკრაკინა გამორივე. ბავშვები რო დაესწრებიან. ესეთი რაღაცები ინიშნება და ოღონდ ყველაზე სიგიჟე რაც მოვისმინე, მაგალითად ტაისონს რო შეხვდა ჯეკ პოლი, წესებში ეწერა და ეს უბრალოდ იქნებ თქვენ ამიხსნათ, რომ მე სულ სპორტში ვარ და ვერ გავიგე ეს რას. წესებში შეათანხმეს წესებში ნოკაუტი არ შეიძლებაო. როგორ უნდა რას ნიშნავს? კრივში რას ნიშნავს? ხო რანაირად ნელად და გარტყა თუ რას ნიშნავს? აი, ანუ აკრძალეს ნოკაუტი და რანაირად ეს როგორ უდრებს არ ვარ. ალბათ ყოფილიყო, ხო და შოუ რო ყოფილიყო. არა, ეგ მიზეც გავიგე რატომაც, მაგრამ როგორ უნდა აკრძალო? აი, ორი კრივი გაქვთ რა. არა მოარტყავს. ხო, მაგრამ ის რო გაითიშოს რა ვქნათ? დაუშვებ სუბუქზე გაითიშა რა, რაღაცა ისე. გამიზღვნათ არ უნდა იყოს ნოკაუტის მცდელობა. აი, აბსურდია, რა, დარტყმებსა ფეხბურთში, დავიდე კარში დარტყმებს არ ვარ. ამ ხელა კაცი მოხუც რო დაამცირებ, ძალიან არ მისიამო. იცი რა, არ დაუმცირებია პრინციპში, თუმცა შეეძლო დაემცირებინა. მაგ ბრძოლაში დამიჯერე, იმას შეეძლო გაეთიშა ტაისონი. ფულის გამო და რა თქმა უნდა. იცი არა მარტო ფულის გამო, რა ტაისონის ნაირი ტიპები, ნუ ეს ხო, ეგა რო გითხარი რა, იწამლებია. ვერ პოულობენ საკუთარ თავს სხვაგან. აი ხა მაგალითად კენაზე გადავალთ ალბათ ვისაუბრებ და ყავდა კიდე ჩვენ სტუმრად იმას რა ქვია, ბუკა შარიქაძე და ხო აც აპირებდა რა, მე ბრძოლის კარიერას უბრალოდ რაღაცა ქონდა რაღაც გულში და ნუ თან უყვარს ეს ვარჯიშობს და ისედაც გართობის მიზნით თავს სპორტში და შევადგინე, შედგა ეს ბრძოლა და მაგრამ კი ამბობს რომ არაო, მაგრამ ცოტა მოწამვლა იცის ამან რა.
ერთხელ თან მოიგებ და ცოტა მეშინია მაგრამ ძალიან არ გაიტაცოს ბუკა მეშინია რა ხა თუ მოინდომებს კი ბატონო მაგრამ ნუ ხო მაინც არ არის მაგ სპორტის მიმდევარი ხო და ანუ ეგეც არის რა ხა მაიკ ტაისონი შეიძლება ხო იცი შეიძლება ფულიც მაგრამ თან ის თქვა რომ ხო იცი მარტო კრივი და ჩხუბი ხო არ არის ხუჩად შეუძლია იჩხუბოს მაგრამ ის თუ აიქ რინგი რაღაცა ფულიც არის და ფულიც თან ძალიან ბევრი ფულზე არის გავიგე თვითონ მაიკ ტაისონი ერთხელ იჩხუბე თუნდაც აი ცოტა სტრაკიც აღარ 60 წელს იყო თუ ხო და რატო იყო ბაბუს რატო ეშხუბა ბიჭო რა ბიჭო პირხა ნუ წაგებული აქ კარიერაში თან ამდენჯერმე და არა უშავს იტყვის რომ 60 წლის ვიყავი და წავაგეო რა არა მაიგ არაფერი პრობლემა არ მაგის წაგება 60 წლის კაცი რომ გავიდა იქ მე თუ მკითხა უკვე ყოჩახ ბრავო რომ გახვედი და წაგო არაფერი არ მოაკლდა რა რეალურად სპორტის ასაკი ეგრეც არ გაზრდილა რომ 60 წლისამ ჯერ არ გაზრდილა და მე ვნახოთ შეიძლება იყოს კენაზეც თქვა რომ გაიზარდოს რომ 60 წლისები კი შეიძლება იქში რო იქნებიან ლებრონ ჯეიმსი აუ რა ტიპის 40 წელი რაღაც კარიერას უყურებს ცოტა მოსაწყენია მე მგონი ყო რა აი რაღაცა დასასრულსა თუ დასასრულსაც ახლებს ხმოდიან ზიდანი 34-ის იყო რომ წავიდა ფეხბურთიდან მაგრამ რა დროს წავიდა ეხა 34-ის ხვდები ლამის ანუ მახარ ხო გეგონა რომ მოხუცი კაც დარბოდა იქ რომ აი პროფესორი და ამაგდარი პიროვნება და 34-ის იყო ბიჭო აბა ეთყობა ეს მელოტი რო იყო ეგეც მოქმედებდა რა რაღაც მატებდა ასაკს კენაზე თქვათ რა მე მომეწონა რა ეს არ იყო ოღონდ მე ვიყავი მე თვითონ ხო ეს სახლიდან უყურებ ის გამო რომ ტრანსლირება მაინტერესებდა როგორ მოხდებოდა რა როგორ მოხდა მე ეგ მაინტერესებს შენი აზრი ზუსტად 100-დან ალბათ 70-60 რა. მე მგონი კაი შედეგია პირველ ჯერზე მithumedes. კი. იმიტომ რომ რაღაც ისეთი ტექნიკური ხარისხები იყო, რომელიც თან ქართული სტაფი იყო რა, ეგ გამიკვირდა ყველასთან. სუკათოლო რაღაცები ეთყობდა, რომ ფიქრობდა, სტაფი ფიქრობდა, ეგ ეთყობოდა და ეს ტექნიკური რაღაცები რაც არ მომეწოდა, იყო დიდი ხანი ოქტაგონის ჩვენება, რაღაც მუსიკა, ტიპი რო შემოდის. აუზები უფრო ანუ. მოკლედ, აი, ცოტა იქ აუზები ვერ იყო შევსებული არ მაგასამა. ხო. აქ თუ კომენტატორები უფრო აქტიურად იქნებიან და განიხილავენ პარალელურად ამ ჩხუბებს ოღონდ ამოჭრილი კადრებით იქვე რა სწრაფად ხო ხდები? მესმის. საინტერესოა. ექშენს არ დააგდებს რა, ანუ იქვე უყურებს განხილავს სლოუ, ნახე რა მოხდა, ანუ იმ ჩხუბამდე უკვე მომცემს საშუალებას რომ ძველი ჩხუბი მე ვიცოდე რა. ოღონდ დეტალურად ვიცოდე, რაღაცები შეიძლება გულშემატკივრებს დროს გამოხჩეს რა, აგონიაში ხარ და უყურებ, რაღაცები გამოხჩება და ეს თუ იქნება იმ თან დიდი შესვენებები იყო რა. ხო. აი მოშნათ იყო და ცოტა აციებდა სცენას. მაყურებლისთვის. მე ვიყავი და ანუ ძალიან მაგარი ივენთი იყო. დანარჩენი შეფუთვა, ლოგო. ადგილზე ბიჭო ძალიან სხვა იყო რა და ლადოს მიყავდა ადგილიდან, ანუ იქვე როგორც UFC-ში სხედან კომენტატორები და ეგ რა შეგრძნება, აი ეგ მაინტერესებს, აი პირველად იყო ეგ შენ კარიერაში. მე პირველად ვიყავ ეგეთი მოძი პირველად. და როგორ რო შეადარო ჯიხურში ჯდომას? აი მე გეტყვი რა. ძალიან ნერვიულობდი თავიდან. ოღონდ ვიცოდი რა თავის ძოზე ხა ახალგაზრდობაში ხა სპორტსმენის რაც აქვს ის აი თავიდან რო ნერვიულობ, მაგრამ რო დაიწყება რომ მერე რო გადაგივლის. აი ვიცოდი რომ რო დაიწყება და გადამივლიდა რა, მაგრამ მაგრა ნერვიულობ, ყველა ნერვიულობდით რა. ხან ერთმანეთს რო ვაწყნარებდით რა, ის მინდიან რაღაცა, აი თვითონ მერე გამოწყდა მაგრამ ნერვიულობდი მეცო და მაგრამ რო დაიწყო, აუ სასწაულია, ძალიან მაგარი იყო და თან ერთ ბრძოლაზე ის რო სოზაშვილმა რომ მოიგო, გადმოხდა ჩვენთან და მოგესალმათ და აი თქვენ დამაწყებინეთ ყურებავ და UFC-ში ჩემი ბრძოლა უნდა წაიყვანოთ და ძალიან საერთოდ მეც ფთები გამომესა. მე ძალიან გამიხარდა რომ კომენტატორს ესე გამოაცხადა მე თავის ინტერვიუში თქვა რომ ჩემი ოცნება იყო რომ თქვენ წაგიყვანოთ და ჩემი თამაში წარმოიდგინე სპორტსმენის ოცნება რომ ეგ არის რომ კომენტატორმა წაიყვანოს მისი თამაში და ძალიან მესიამოვნა მე ძალიან აუფრინდი რა. აი იყო ქართული სული ეთყობოდა რა, ეგ არ იყო დაკარგული, რაც ყველაზე მთავარია ქართული რო იყო რაღაცით ეთყობოდა, ოღონდ არ ვიცით რა, აი შეფუთო და რაღაცები იყო იდეალურად და ქართული არ იყო დაკარგული რა, აი კენა ალბათ თვითონ სახელიც და მუსიკაც რაც იყო ალბათ მუსიკაც ლოგოტიპიც აი კარგად იყო გაკეთებული ნამდვილად. ანუ აი ტრანსლირებაში ხო ცოტა ჩაკუკვები იყო რა, ტექნიკური ხარისხი რომელიც ამოვა ეგ. მაგრამ პონტი ის რომ ეგ დაიქოქა ბევრზე ვარ ნამყოფ, მე თვითონაც გამიკეთებია რა. გადაგვიღია კიდევაც GFC არის ისინი რაღაცები პატარ-პატარ რაღაცები გადაგვიღია და იქ ხოდი არ იყო, მიუხედავად რომ იქ ბევრი ეცადეთ, მაგრამ ბიუჯეტურად ჩვენ ბიუჯეტური იყო, მაგრამ ეს აქ ეთყობოდა რომ აშკარად ბიუჯეტიც იყო
და კარგად იყო რა, იმიტომ რომ ამის მიზანი რა არის ამ ორკეინასი, ანუ ეს უნდა გაგრძელდეს და ალბათ გაზარდოს UFC-სკენ, ანუ ტრამპლინი იყოს. ეს ორი მიმართულებაა რა, რაც ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანია. ერთი ამ რეგიონში გვინდა რომ არა გვაქვს ჩვენ ის რომ UFC-ს ვაჯობებთ, ეხლა ბუნებრივია მithumetes ამედებს. რეგიონში აი რეგიონში იყოს ეგ ადგილი რა. რეგიონში უნდა იყოს წამყვანი ორგანიზაცია, რომ ამ იყოს ტრამპლინი, არა მარტო ქართველები ჩვენ. ხო, სამეგობრო ამ რეგიონიდან რა მოკლედ. ნუ ეს რეგიონი ძალიერია. გამავიღარი. დანავაიც ექნება კონტაქტი აქ მაგალითად კენასთან და ესოთება აქედან ტიპებს გაუშვებენ იქ. ალბათ ეგ დამოკიდებულია რამდენად გაამართლებს კიდე წარმატებული ხდება კენა, იმიტომ თავისით გაუჩნდება ინტერესი. უკვე წავიდა რაღაც ინტერესი. სხვა ჩვენ საინტერესო მებრძოლებთან ფინანსურ ამბავზეც არის ხოლმე, იმიტომ რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ამ თვით მოვიკოჭდებს. ხო, იმიტომ რომ ხა მაგრამ ხო პირდაპირ პროპორციულია შემოსავლის გაზდასთან ამათი გაზდა. თავარია რომ ნახე მენეჯმენტი იყოს კარგი, მენეჯმენტი თუ კარგია, უკვე ეგ აქსიომაა რომ აქედან თანხა რო იზრდება, ვიღაცებს ეძდება და პირიქით ეგ იწვევს იმას, რომ უფრო მეტი მოდის შენთან. ძირითადად პრობლემა აქვს ხომ სხვებს მენეჯმენტის რა. რომ ეს თანხები, რაღაც თანხები ბიჭებთან არ მიდის რა და ესენ ლარად უწევთ ჩხუბი და ბოლოს აი ვეზრდება რა. არა, ეგ უნდა რა თქმა უნდა მაგ მხრივ ეს იმდენად კარგად დაიწყო თან მენეჯმენტში ხა ვიცით ჩვენც ვიღაცებს ვინც კარგი მენეჯერები არიან და იდეალურად აკეთებენ სხვა საქმეებს, იდეალურად დაკეთებული და აქაც დიდი ალბათობით მე მგონია რომ იდეალურად წავა, იმიტომ რომ პირველი იყო კარგი. და ეხლა წესით რავი, მე მგონია რომ ხო რა. საჭიროა ძალიან ისეთმა ცნობილმა მებრძოლებმა, აი უცხოელებმა, აი მოჰამედ მოკაევი თუ იცით, UFC-დან რომ გააგდეს ახლა, დაუმარცხებელი ბიჭია. მე თუ გააგდეს. რატო გააგდეს და გეტყვი რატო გააგდეს? დისციპლინის გამო. მაგაც უდია მე გააკეთა რეალურად ტიპმა რა. წარმოიდგინე, ხوارი ბრძოლამდე რაღაცა პატარა შოუს ელემენტია ეგეც, ხო წაკინკლავება რაღაცა ზოგჯერ ხელპირიქით, ზოგჯერ ძალიან მეგობრულად ხდებიან. ოჯახი აგინა? კი არა, აგინა. რაღაცა ჯიგრულად. სიჭომაც. თუ. აბა, კი არა აგინაოდა. აქ როგორ უნდა გქონდეთ, იცი, რაღაცა ის უნდა გქონდეთ, რომ რაღაც პერიოდულად ფუნქცია ისეთი რომ ჩართავ. მახარას ლაპარაკს სუტუ მიყვებოდეს. მე არ ვარ წინააღმდეგ. ოჯახი აგინავს, კი არა, რა აგინა, უარესი და უარესი არის მართლა მოუტყრა. დაარტყა, გაი დაარტყა თან როგორ იცი? ოჯახს დაარტყა? არა, ამას დაარტყა და თან ეგ ხო მოსული პონტია. ხო მოსული პონტია, მაგრამ როგორ უთხრა, იცი, მოდი ვიზმაკაცოთ რაღაცა, რომ ეგრევე მოსული პონტია თუ ეგრევე მოდი რაღაცა გაწევ გამოწევ. ჯიგე ორივე მუსულმანი, ისიც მუსულმანი იყო, ორივე მუსულმანები ვართ, რაღაცა ძმები ვარ და ტიპი რომ გატრიალდა. გაუგანა გლიჯა რა, მაგრამ ცუდად მოიგო. ზურგიდან? თუ დაუმარცხებელია, ეგეთი ყლობები, რატო ჭირთ? აბა მე რა ვიცი. უკდიდან დაარტყა? ზურგიდან. ეგ აჩკოვანსკი სულ უკდიდან დაარტყა არ შეიძლება რა. თუ მანქანას არ ეხება საქმე. ოლბის ბავშვი არის, მაგრამ იცის ეგ. არა, ისე პრინციპში გააჩნია ვის ურტყავ. უკნიდა. პუტინი რო დამიყენო, ეხლა უკნიდან გვერდიდან დავარტყავთ. რა რანაირად შეიძლება პუტინს ურტყავდა სახეში არ გიყურებს. არა, მე დაარტყე. სიამოვნებას მაზაო. შეიძლება ხო. უკიდან აი თან დაარტყე, მე შემოატრიალე და მე ისედაც და. ზიდანს დაარტყავ თუ პუტინს რა აზრია? უკიდან ორივე ერთი ხერელი არის. არა, ხო იცი რომ პოტენს აი ჯონის ისაცო დაარტყა. არა, ხო იცი რომ პოტენს ურტყავ რა. ესე რომ გააკეთებ შემოტრიალებაზე, აი კაი, მოდი მე რაბის ჩხუბზეც თქვათ, ეხა სამწუხაროდ ისეთი სიტუაციაა, რომ პუტინს დაარტყა. მახარ ერთი წამი რა შენ გარდა ხალხი ვართ ამ გადაცემაში, კიდე ჩვენი ინტერესები გვაქვს და ხო, რაღაცებს ხო ენწრებათ რა დედა. რავი, თუ მიგვიწვდება ხელი კი დავარტყავდი, მაგრამ არავის არ უშუქებენ. მოვანეტა ეგ დრო, ხო რომ აი კაროჩი რაღაცა მოხდა და არა, მოკვდება, მანამდე მოკვდება რა. მოკვდება. ერთ-ერთი შანსია მუამარ კადაფმარგოს დაამთავრა, ეგრეთ თუ დაამთავრებს, მაშინ შეიძლება. აი ისინი მაგრები რუსებს ექშნო არა. აი, მახარ მაცადე ერთი წამი ახლა. კაი, ბევრად მნიშვნელოვანი რამე. რუსებს ეგრე ბოდიში კალა, ეგრე იმდენჯერ უნდა გაეკეთებინათ წესი თავის ისტორიაში და ვერ გააკეთებინათ. ეხლა კაი ქვეყანა უნდა იყოს წესით ეგრე. თავის დროს. ეგრე შეიძლება თქვა, რა ეს ერთ სხვა. რომელიც მაგაზე მაქსიმუმი ალბათ არავის გაუკეთებია რა რუსეთის ოპოზიციაში მდგომ ტიპს და ეგრე ხოძი არ ყოფილა და მაინც ახსოვს ეს ნავალნი? ან რუსეთში ალბათ არც აი რა პოლიტიკური იმაზე ნუ გადავალთ ხა. ახსოვთ თუ არა კიდიათ ყოველში. არა ეს არ კიდიათ ნავალ. ამოიჭრას ეს. რათა?
პოლიტიკური თემებია მაინც და. ეგ პოლიტიკური არის. პუტინი არ არის პოლიტიკური თემები. არა, ეგ მაგის თემა გავიგე, მაგრამ ნავალნი და სიკეთე და ბოროტე ეგ არის რა. ეგ პოლიტიკა არა, მაგაში გეთანხმები, მაგრამ აი ვიღაცა ეხ გორელმა რომ მითხარსო, პუტინმა რა დაგიშავაო. ეგ აი მოვიყოთ ქიშვარდის და არა, ქიშვარ და სტალინი უყარს ბიჭო. პუტინი კირო და სტალინი უყარს ვაფშე სხვა კლასი არის ქიშვარ და სტალინმა რა დაგიშავაო რომ არა, ეგ მართალი იქნება. კაი, ოკეი. სტალინი ეხა ჩვენთვის ხატი არის რა. ვიცი, კაცო გავიზარდეთ გოგოში იქ როგორ არის იცი იქ. რა უნდა გააკეთოს? რა აი ფაქ იმაში რო არის ვიღაცას აქვს. სურო ფაქტები და მითო მაინც. არა, აი რო აზრი არა. მე მინდა რომ არა, მახარა საუბრობს და სტალინი. მე ხوار გავაწყვეტინებ. სხვათა შორის სტალინის სიყვარულმა, ქართველების მიერ სტალინის სიყვარულმა, ქართველების მიერ კი არა, რაღაც ქართული დამოვიწყო. სტალინის მიმართ სიყვარულმა ძალიან ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს და ძალიან დაეხმარა რუსეთს თვითონ. რა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სტალინი რო არ ყოფილიყო ქართველი, უფრო ადრე დაენძრეოდა, იმიტომ რომ ქართველები ქართველები საბოლოო ჯამში აი ხო ჩვენ როგორ ტიპები ვართ იცი ჩვენ ცუდად ვიქნებით ყოველთვის ცუდად ჩვენ არა მაგრამ სხვებსაც დედას ის რო არის ხო იცი თემურლენგზე რა წინა შვიჯერო იცი ის გადაუღუნეო არა მართლა რეალურად ხო დედა გვიტირა თემურლენგმა მაგრამ აი ყველა ჯერზე მაგარი სისხლი გაუშვეს ჩვენებად ერთხელ როგორ ის შეიტყვეს 10000-იანი ჯგუფი თლიანად გაუწყვიტეს აი ერთიც არ გადარჩა და ის ხო იცით ის ნობელია მეფეს რო მოკლედ აი ნავალნი როგორც არის ეგეთი როჯა ყავდა რა ვიღაც იმას თემურლენგს რა და ნუ ოპოზიციონერი მაშინდელი ხო და ნუ მოკლედ გამოიქცა იქიდან რა აჩერებდა და შეიფარა საქართველოს რა და ამან შეუჩვალა არ მახსოვს ხა რომელი შემოსვლის წინ იყო ზუსტად მაგრამ ერთი 5-6 ჯერ მაინც უკვე დარბი ვიცით რა რომ მოდის რა ხდება მაგას ეძებდა ეთყობა ხო და არა შემოუთვალა რა რომ მეტი აღარ მოვალყოთ ეგ გადმომეციო ვიღაცა ხო ქართველია იქაური იმისი რაყალეთ ფაქტიურად აი ხა მახარა იტყვის რა უპასუხა ფაქტიურად ნუ სხვა სიტყვებით უპასუხა მაგრამ ხო ხტები აი ეს წაიღეთ აი ეგ როგორ უფრო ხარტულა და უფრო უარესად უთხრა ეს რა ბედნიერი იქნებოდა რომ ვაფშე ერთი შემოსევა მაგის ბრალი ყოფილა ესე იგი 7-დან ხო ნუ ფაქტია რომ იმის მერე შემოვიდა შეიძლება მაინც შემოსულიყო კაც მაგრამ საქართველოს არწივების დედამშობელი ანუ ამერიკა და რუსეთის დროშა ტვინი რო ეთყობა ყველას ხო და წარმოვიდგინე რამდენი წელი ქართველები იმიტომ რომ ქართველი იყო იქ ხო აი მართლა მე ვიცი მამაც ჩემისგან ვიცი რომელიც ძალიან ანტი საბჭოთა ტიპი იყო აი როგორი ტიპი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებს ბავშვობიდან არაფერში რო არ უგულშება პირიქით ვისაც არ უნდა შეხედო როცა თბილისიდან ვაფანატებდი და სტადიონებზე და ესე ხო ანუ ფეხბურთი სპორტი მაგრა გვიყვარდა მაგრამ სასრკ რო ეწერა ამათი ხო და არ მოიდგინე ეგეთი ტიპია მაგრამ სტალინი ხდები ანუ საინტერესო ეს რეალურად მე ვფიქრობ რომ ეგ ფაქტორი რო არა ქართველი რო არ ყოფილიყო სტალინი მე ვფიქრობ რომ ssrk-ს ბევრად ადრე დაერხეოდა მაგრამ გვევასება რომ ქართველი რაღაცას აღწევს რა ეგ კაი არის ეხა ერთ რამეს ვიტყვი რა შეიძლება ბევრმა შეიძლება შემაჩვენოს მაგრამ ზოგადად ეგ არ უნდა გაგვიკვირდეს რა როგორელები სტალინი იმიტომ რომ როგორ აი მაგალითად ეხა იყო ერთი მებრძოლი ჩამოსული იქიდან ყაზახეთიდან თუ ყირგიზეთიდან საერთოდ და თავის კუმირი ცხოვრებაში ვინც ყავდა კუმირი იყო თემურლენგი ხო ეგ ძალიან ხო სახელი ხო იცი რა ერკვამტის ჯალალედინი ერქვა სახელი ამბის მართლა და კუმირი ყავდა თემურლენგი და საქართველმა ცემა და ორივე ჯაური იყა კომენტატორი ცოტა გული მოვიმხარეთ მე ვთქვი ეს არის ცოტა ჯაური ეგ არის სადმოთი ცოტა რა შეიძლება ისე მართლა არის ცოტა ხო თემურლენგზე მე რო უყევი იმის თარჯიმანს უთხრა ეგ იცი 8 ჯერ შემოგვესია მეთქი და ვაიმე არ უნდა გვეთქვა ხო და ანუ რის თქმა მინდა იცი იმათაც იციან რომ თემურლენგი ხალხს აშინელი ტიპი იყო წარმოიდგინე ტიპს აქ კოშკი ააშენებინა კოშკი თავის ქალებისგან თემურლენგმა თან სადღაც კი არა ააშენებინა თავის პანჯარასთან
აი მას უნდა უყურო ხოლმე. ხო და ეხა ისინი იმათაც იციან რომ ეს სასტიკი და რაღაცა იყო, ეხა კი არ მოწო, მაგრამ ნუ მათი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. არა, მათი ქვეყნისთვის არაფერი ქვეყნისთვის არის რელიგიისთვის. არა. უბრალოდ მათი თანამემამულე იყო სოფლიოს, მაშინდელ სოფლიოს პირველი კაცი. ეხა ნაპოლეონ ბონაპარტი საფრანგეთში ხო ძალიან ის არის, ხო, რეალურად ისა. შავი ტიპია. ჩინგიზ-ხანის ეგრეა ალბათ მონღოლეთისთვის. ალბათ, რას ლაბარაკობ? ყველა მონღოლისთვის ნომერ პირველი კუმირი არის ჩინგიზ-ხანი, რომელიც გადაბუგა ყველაფერს. გარდა გერმანიისთვის. აი ერთადერთი ეგ არის. ერთადერთი ეგ. და აი ხა აქ სადავარი გერმანიამ ჭკუა ისწავლა თუ უკან დარჩნენ, აი ისრაელმა იჩალიჩა მაგრად, მეკეთყვი. მაგრად იჩალიჩა ისრაელი. რეალურად ეგეთი ისა დღემდე ბოდიშიხდიან რა. ხო. გავიგე, შვილის ნაჭამად ყემალმა პაპის ნაჭამად ყემალმა შვილის მოჭრა კბილიო რა, ანუ ჩვენ არაფერში არ ვიყენებთ მაგას და გერმანელებმა დღემდე აი სადღაც ვიღაც მოვიდეს და თქვას, აი ტვინი მოგვიტყდა ზო. მე რა შვაში. ერთი ჰიტლერის დედაც მოყვა. ჩვენ კაფის გადამხდელები ახარა ვარ. აი ხო შეიძლება რომ ქართველი იტყოდა რომ ის ყლა იყო ბერაშუაში ვარ. მაგრამ არა, გერმანელები დღემდე ხო. აცი რა გინდა? არა, მაგ ჟანრში არის კიდე იაპონელებს უყვართ ძალიან ამერიკა რა, დღემდე. არ ვიცი ისი თუ არა იქ არა, აი გიждები, ამერიკელებზე გიждები. და ამერიკელებმა ეგ არის, მაგაზე შემიძლია თეორია გითხრათ ჩემი არ არის ხაჭის მარტო, იმიტომ ეს სხვაგანაც გამიგია. ეს ის მოკლედ რეალურად იაპონელებს საერთოდ სხვანაირი ტიპები არიან. იაპონელებისთვის შენ რომ მე დამამარცხე, აი შენ როგორც ამბობ ამას თუცემ, ხარაკერი და გამერთებს მე. შენ ესე ჩემზე ძლიერი ხო? მე ხო ვარ მაგარი, ეს ჩემზე ძლიერია, ხდები? კულტურის ნაწილია, ხო და სხვათა შორის იაპონელებზე შეიძლება ბევრმა შეიძლება არ იცის ძალიან სულ ისე ხატავთ იაპონს ამურავი მაგარი ტიპები, მაგრამ რეალურად ბევრი ცუდი თვისებაა. მაგალითად არიან ძალიან სასტიკები. ანუ მაგალითად ტყვეებს რასაც ეგენი უკეთებდნენ, ეს არის არ ნახული, აი ეგეთი ან არ მოგონილას, სხვა ზარ გაუკეთებია, ხდები? ისე მასიურად ან ეხა 1-2 ტყვეს შეიძლება ვიღაც ამას გაუკეთა. ისაქნეს საწყალი. ხო და მაგრამ რატო უკეთ თავისი ფილოსოფია აქვს? რატო უკეთებდნენ, იცი? ისინი თვლიან რომ ტყვეთ არ უნდა ჩავარდე. აჰა. და რა კი შენ ანუ ის ტიპი თვლის რომ მე რო ჩავარდე ტყვეთ, თუ არ გავიკეთე ის სეპუკო, მეც ესე უნდა გამიკეთო, ხდები? აი სხვანაირი ვერ გავიგებ რა. სეპუკო. ხარაკირი უბრალოდ მუსის გაჭარა სეპუკოს შენ თავს რო გაუჭრი მოცელს ეგ არის. ხო და ანუ მან რა მოხდა იცი რეალურად სხვათა შორის ეს ატომური ბომბის ჩაგდება არ იყო რაღაც უბრალოდ ჯვარი მწერია ყველას, მაგრამ პუტინი ხრუშოვი სხვათა შორის როთრებოდა იწევდა. ხო იცი და აკავებ. აი, მინდა დავაჭირო ამათ. მართლა ცნობილი ფაქტია რომ აკავებდნენ როჟებს. ბრალი ხრუშოვი მიიწევდა პულსზე რომ უნდა დავაჭირო ამერიკაც გავხდები და მართლა ეგეთ როჟებს. ისინი ეგრე არ არიან. ისინი იმათ ეს ყველაფერი ქონდათ გამოკლეული და დაადგინეს ამათი ფსიქოლოგია. იაპონიაში ბევრად მეტი ხალხი დაიხოცებოდა ეგ როარ ჩაიგდო. ხო. ბევრად მეტი ბოლომდე გაწყდებოდნენ. ტიპები თავში ჩვეულებრივ მეჯახებოდნენ ყველა. ხოხტები ყველა იყო სამურაის მორჩენილი იყო უკვე ეგენი იყვნენ დარჩენილები მარტო ხო და დაიხოცებოდნენ ყველა იმიტომ ომს მაინც ვერ მოუგებდა ბოლომდე უნდა გაეწყვიტა მაშინ ამერიკას ხდები და ტიმმა აიღო ორი შემოხაზა ქალაქი და აქ დაანახა ხდები მაგით რომ ტიბებმა დაინახეს რომ ვაიმე ესენი კიდე იყო მოხაზული ქალაქები რამდენიმე მაგრამ მან კაპიტულაცია ორის მერე მოხდა ორის მერე ანუ რეალურად ხო საშინელებაა ახლა ატომი ბომბი ჩაგდება მაგრამ რეალურად შეიძლება თქო გადაარჩინა კიდეც იაპონია. იაპონიამ ეს მიიღეს, ხდები? შედეგით ხედავ როგორ აბსურდულია, ხო, მაგრამ იმის მერე პირველი პარტნიორი ძმაკაცი და რაღაცა ამ იაპონიას ამერიკაა. მაგრამ ამერიკა მაინც უყურებს რომ მეოცით ჩააგდებდა. არა, სანამ ესენი ასე არ მოვიდა ჩაუგდებდა, ხო? მაგრამ ხო გეუბნა ხა, მე იმას კი არ ვამბობ რომ ამერიკამ იმიტომ ჩააგდო მოდი ეს გადავარჩინო ესე მაგიტო კი არა, მაგრამ ომი არ დამთავრდებოდა, ხდები? მაგით დაამთავრა ომი რა. ბიჭო, ნახე, გამჟღავნებაც ხო არა ხა. გერმანიის შემთხვევაში ძალიან გამჟღავნდა რა ამ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოვიდა რაც აკეთებდა ანუ სისასტიკესაც რო გააჩნია რა აი არა და იაპონელები იცი და ბევრად უფრო სისასტიკეებს აკეთებდნენ ბიჭო მე მგონია რომ ჩავარდნობს აი რასობრივად ხო არ აკეთებდნენ არა რასობრივად ხო მიხდა აი ეხა ვიღაც რო ეგეთი გაეკეთებენ რომ ქართველები აი მეორე მსოფლიო ომში აიღო და გერმანელებს ქართველები იმენ აიყვანა და ქართველები ეხოცა დღესა ნაში და შილში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი რომ მოკვდა იცი? ნუ აი აქ-აიქ მოკვდას ეძახიან, ხტები? ანუ აი მენა როგორც გენერალი არა, რას დავსი, აი ეროვნების გამო. ეროვნების გამო. და აი
გერმანიას ჰიტლერს თქვა გორელებსაც სადაც დაინახავ. ხო, წეს გორელებზე უნდა ქონოდა ეგ თან. ხო, ლოგიკური იქნებოდა. გორელი ადამიანი არ არის, რაღაცა უნდა. ეს გორელები ჩემები ჩავიდე მოსაპარაკ, აი და შემოაწყალე ბაზარი რა, შენი გამზდელი მომდა. აი მაგ ხო და აროჩი გეოპოლიტიკა განვიხილდა. ძალიან რთული არის. უნდა იხადო ამ თემიდან. არა, მანდ მე ლოგიკა გეთახმებით. თუ ვამბობთ საყოველთაო აი ადამიანების უფლებები რაც ყველა მივიდა საზოგადოება რაღაც ეტაპზე, ხო და თვლიან რომ мама, შვილი არ არის პასუხისმგებელი მამის საკუთრებაზე. ეს ხო საყოველთაოდ მიღებულია. ხო და აბა რანაირად ფინანსურად არ არის. კაი, მაგითო. თორე იქ არა გორელები არ იყვნენ იმ გაზის კამერაში. მაგის დედა შევეც გერმანიამა გორს რო უხადოს რა $1000 თვეში ვიხადო. ჩვენ ახლა მივდივართ იმ დაგწევნა მივედი მოდი მოვითხოვოთ რომ ფული გადაგვიხადო. მე დაგვიძრევა. ჩვენს გადაგვიხადო. გორს მოდი ბაჭი გორი არა, გორი გავწიოთ იქ სხვა. მახარამ რომ ებრაელების გენოციდში რომ ფულის აღება მოითხოვა, აი ეს არის არა, ებრაელების არა. აი იქ ხო გორელების დაიხოცნენო. ხო, მაგრამ ეს ისტორია გადაწერა უკვე რომ აი კამერაში დაინახა რომ აი ისინი შეყავდა. აი ეს გორელია. სახუმარო თემა კი არა, გეუბნები ჩემ მეზობელი რამდენიმე ჩამოვიდა კამერიდან გამოიქცა რა. გაზის კამერიდან იყო გამოქცეული. წარმოიდგინე. გორელები თქო რა. ჩამოსული იყო რა გაზის კამერიდან გამოქცეული ორი ტიპი. იქ და როგორ უნდა გამოიხოცნე შეჩემ. ავარიაში მოყვნენ მე და მოყვნენ. თორე გაზის კამერიდან კამერას რო გადაურჩები და ავარიაში რომ მოკვდები, თან რომელი წელი იყო? ალბათ 1-2 მანქანა რო დადიოდა კალას. მე იყო რომ ამ მანქანას ტაქსში იძნა გაზი აუფეთქდა უკან. გაზის კამერი და გამოვიდა. კალაში გაზი აუფეთქდა. მე თო მაპატია. როგორ აუფეთქდა იცი? ტაქსის ღომეს გაზის ის რო არის, სანთებელა მაგას გაკრა. აუ, ტაქსის ღომს ხოდა აქ წვენი. აჩი ის გამოთქმა ხო იცი? აქედან ყველან მივდივართ ჩემთან და. აქ ისეთი ბაზარი დატრიალდა რომ აქედან ყველა მივდივართ ჯოჯოხეთში. კი. შენ იქ ვიყავ. იქ გადაკვეკეტა ის. ერთი შეკითხვა მაქვს რა, მაყურებელთან. ეს დავტოვოთ თუ არა? აი ემაზ ლოპარაკი. მაყურებელს ვკითხოთ რა, ეს დავტოვოთ? მაყურებელს მე ანუ მაყურებელს მოვასმენინოთ და მე ვკითხოთ დავტოვოთ. საშინელება არის. მოისმინეს და აწირაც გაზის კამერა. საშინელება რომ მაგას გერმანელები ჰიტლერი რო ყლებებს აკეთებდა მაგაზე თანხდებით, მაგრამ მე კითხვა მიჩნდება რომ გორელი ხო იყო იქ ვიღაცა. ერთ წამს სანამ დაუბრუნდები. YouTube-ს აქვს ეგეთი ფორმატი, რომ დადებულ ვიდეოზე რაღაც ამოჭრა შეგილია რა. დავდოთ ეს ვიდეო. თუ გვაგინეს, მე ამოვჭრა. დავწეროთ. არა, მე არ გონია რომ პრობლემა იყო. ცოტა სენსიტიური საკითხია მაინც. რაღა სენსიტიური 100 წელია. ჩვენ ვარავთ რატო უხდი. ზოგადად იცი რა. მაგის გამო ჩერნობილი. ეს გინდა ამოჭერი თუ არა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ბახარას ეს არ გამიჟღერებია, ამან გააშხიდა, მაგრამ მე ბეჯერ განა რამეს ვეჩი, ბაი გიტერის და მაგა პირიქით მე თვითონ თემას გულისხმობ რა თუ 10 იმდენი გამოერთმიათ ოღონდ იმათვის გამოერთმიათ ხლები ის ვინც იყვნენ რა ეხლა წარმოიდგინე ხა შენ რო შენმა შვილმა რო იხადოს ხა ფული რა ვიცი ხა ვიღაცა ქართველებს აი თამარ მეფე ხო რაღაცები დაიპყრო იქ იყო და ვიღაცემ არა ხო სესულელია გავიგე ჩვენ სტალინი არა ამ მოსაზრებაზე კი არა ზოგადად თემაო სენსიტიური ვაჩ მაგას ამბობს მაგრამ მე არ მგონია რომ რა ასე და სულ კონტექსტში არ შეგუხები ვარ მე მგონი რა ვიცი აი ეგრე არ ამგვეხა ვიღაცას უნდა ისეც და ცოტა ეხა გორისთვის ფული თუ მოვითხოვეთ ეხა რა უჩით არ არის პრობლემა არ არის ეხლა მე ცოტა შავი იუმორიც რო დავტოვოთ ხოლმე არანაირი პრობლემა არ არის არა მე ეს თუ არ იტყუება და მართლა მოკვდა ის ხალხი ის კაცის მოკვდა თუ ვინა ამოაყენს არა ეგ დატოვე კაცო ეგ დატოვე შეიძლება ვიღაცა უყურებს გაგული არა უშავს მინი იმისი შვილი რაღაცა გაზბა გაუსკა გეორგე კოცლაგის გადაშე შავი იუმორია მაგრამ არა ისე რა ბრიტანულ კომედიებში შავი იუმორი ეგეთი რაღაცები არ მინახა უარესების მინახა ბრიტანულ და გორულ კომედიაში კოცლაგის როგორ გადაუჭა კამერიდან გამოიცა გაზის პაროდია ისი ეშინოდა იცი რაღაცაზე ხო უყვებოდი რაღაცაზე მაგის შიშიც კი ქონდა რა კაი ეს ბოლო აღარ გვინდა ხო ჩემი სიცინი მაინც ამოწერა ტუ და დედო ვითომ ტირივა რა ვიცი მერაბის თემა იყო ეს აქტუალური ეხლა ამ კვირაში სამწუხაროდ დამარცხდა და რაღაცა გვინდა რომ დაგვაიმედო რა შენ მაინც რომ გეტყვი დაგვაიმედებ ყველაფერს მახარ შენ გეკითხებოდი ზუსტად და ძალიან დიდი მადლობა მიდი ბიჭ ხარ ყილა თქო ეს ჩუმად გდია რა კაი რატო გდივარ ჩუმად რა გინდა აი იმიტომ გეტყვი მერაბაზე რა ხდება რა
ალბათ დამეთანხმები კიდევ. არა, ის ეხა რომ თითები ვერ გაიმაგრა რომ შენი ეს სიცივეში რომ ბოლტებს არ უშვებ და ეს დიდი შეცდომა იყო. მერაბა შეცდომა. სამშტომლო შტაბის. აი ეს რო აკეთებს, კაკაკოკი არის კი. ჭხილებიდან არ დაუწყო. ეს არის ბიჭო, ნერვი დაბო. ეს არის ამით შეიძლება აკონტროლო ყველა შეჩენ აი ამებით რა, ბალიშებით. გურამ ბაღდოშვილი ვეღარ აკონტროლებს, იმიტომ რომ ფაპუშკა გაუსკდა, წინაცინი აღარ აქვს. კაი, გავიარეთ ესეც? არა, მე რა გინდა დატოვე, ხო? აუ, მე არაფერი, ფრის ესე ჭამს ხოლმე და ხა ვეღარ აჭამს ესე. ეს აღარ აქვს. შეფი არის გურამ ბაღდოშვილი და თითი დაკარგა და מחარა ვაჰაჰა ხოხო. ამ ხელა კაცი არის, შეფი არის და ტიპმა რა გააკეთა? ო ისე შეფის თითის დაკარგვა. არა, შეფი თუთის კარგავს დანით უნდა მოიჭრას, ანუ და მაგ შემთხვევაში მოსულა. ხლაპუშკი იყიდა, ზე დაწერია ამას რომ გაიქეცით. რო დაწერთ, გაიქეცით. და აი ესე დაიწყო. ოღონდ ეს მეორე ხელი. შიხი თავში აი გამოვიდო ყბასი. ბიჭო. ჯერ აი ხელ რაღაცა გიჭავს. ხო შეიძლება შიშის გზნა ქონდეს ეს რომ განესწრა ან აი გაგივარდეს რავი აქედან. ხო შეიძლება. თითები გაისროლა მაგის მაგივრად ხო? პირველი რომ დანესტილი იყო და არ გაისროლა პირველი. ეს წლივა ხო დაიტოვა და აქედან გასკდა, სადაც ხელი ეჭირა. იქიდან გაისროლა, მაგრამ ვეღარ წავიდა. და გვერდებში გაგაუჭა. მაშინ გაცილები დიდი შანსი იყო რომ უპირველესი მოსულოდა. ხო. და ეხა გეუბნებ გადარჩენილია წმორას. ეხა ეს ბალიშები აღარ აქვს რა მოხსნა. ხო, თითები აქვს. აი, სულ ამდენჯერს ვიდოს ესე მაჭმევდა ხო? ეხა ვეღარ მაჭმევს. აუ ისე რა კარგია რომ აი მაგ რაღაცების მართლა მეშინია. ხო, რა არის როლა ხო. კი არ მიხელ. მართლა მეშინია რა ეგეთი რაღაცები, მაგრამ დაედე და გაიქეცი ვარ რა. გულში აბა რა საკეთებდი? ჰა? გულში რა საკეთებდი? ვიცი ერთობა. მაგითი გორში მე მოგიყვები აქ ვერ ვიტყვი. სატანკოში შეწარებოდი ხოლმე? კი. მახარ ესეთები აქ მოყოლილი აქ რომ მამიდაჩემის ხო და გორში და ყოველ ზაფხულში გორში ვიყავი მთელი ზაფხული. ნუ ეს შეიძლება მოყვები. ყვები. კი. ხანდაზმულობა გასული ექნება ანუ. აუ ერთი სახელმწიფო დანაშაულები რა საშინელებები ხდებოდა გორში მართლა. შევთქვით არ არის რომ სტალინი იქიდან. ამოი რას ვაკეთებდით ეს სხვაგან არ გამიგია. აი ეს ეხა რასაც მოუყვები სხვაგან მართლა არ გამიგია. ესე იგი ძაფი, ჩვეულებრივ ძაფს ვიღებდით და ღამე. გავაბავდით იცის შუქზე ტროსი. აი ესე გავაბავდით ტრასაზე. ძაფია რა ჩვენ ფრელით რო გაწყვიტა, მაგრამ თურმე ფარები რო ანათებს. დიდი ტროსი. ტროსივით ჩანს და მანქანა მოდის არაფერი და უცებ და ტორმოზებს იმას ხედა ტროსია გაჭიმული. ეგში. კი. ჩუას ვაწყობთ ხოლმე თოქში მალავდით რომ ესო გადაულიდა. მანეკენს რო ტიპი გადაულიდა, გამოვიდა. ხო. ანუ ტიპი ვიგო. სადაც სხვაგან და სად არ ყოფილა ბავშვობაში, ხო ეხლა საქართველოს დავდიოდი. ეგეთი რა გართობა არ გამიგია რა თუ მინახავს სადაც. შეგდე. ეს თან ერთხელ და უჯერ კი. ეგ იყო ჩვეულებრივ რა. მოსაღამო და კაი ეწვიმა რა დავაი. მანეკენ სტრაფად რომ მოდიოდა მინვე. მანეკენს უგდებდით ხოლმე და ამ მანეკენს ასკდებოდა. ხო. ეს თავი და იზრუნებოდა ეს კაცის ტიპი იყო და ეს გადმორბოდა. შეიძლება გამოყალიბდა. როსი რა დამთავრებული იყო და მანეკენი ჩუჩელა. სასწაული. იმო რო გააგზავნო. სატანკოში შეძრომა ეგ ართო ეგ. დანატოვარი, ანუ ესე იგი ზაფის თემა ახალგაზრდა ბავშვებსაც დაუტოვეთ რომ ახალას ერთობოდა მაგით. ანუ ესე იგი ვიდეოს კასეტებს არ ავავდით ხოლმე? საათ იყო ვიდეოს კასეტა მაშინ რო დავდიოდი. ვიდეო არ არსებობდა. გადასაბმელი მეთქი. მე ძალიან ძველ ამბავს. მოცი არა, ბევრად მეტი. მე ბებერი ვარ. ეს კარგად გამოვიყურებით. ერთი სამ. ანუ ამ ზაფს რო გააბავდით ღამე, მე ჩაიმალებოდით და უყურებდით მანქანა როგორ ატორმოზო. მაგარი. ოგო ეს სტრაფად რომ მოდის მანქანა ისე ატორმოს თან ჯიგულები იყო ხო? მიოდა ეს მანქანები. ანუ მოიც ძალიან დიდი ის ჩანს. დიდი ტროსი გონია რა. წარმოვიდგინე მანქანა მიდიხარ ფარებზე ჩანს აიმე და თან ხო საშიში წარები ხო? საშიში აბა. ყინულს ვამზადებ. არ მომხდარა ეგ საბედური შემთხვევა, მაგრამ შეიძლება მოხდეს რა მაგას. მიწას ტყეპნიდით ხოლმე კონკრეტულად. ოღონდ მე ვიყავი ბავშვი, მართლა ბავშვი ვიყავი. მე აი ახლა ვიყავი და დიდებს და ხო. ეხა კი არ ვაკეთებ ბავშვი ვიყავ. მიწას ტყეპნიდით ხოლმე და თელი ღამე წყალს ვასხავდით რომ დილით კარგა გაყინულიყო. და ეს სადაც აი მოსახოვში ვაკეთებდით ხოლმე რომ ეს მანქანა ვეღარ გაჩერებული იყო და ეს უბნებს ჩვენთან იყო ხოლმე კუთხეს შეეჯახებოდნენ ხოლმე და რელსები იყო ჩარჭობილი რა დიდი რელსი. ამას შეეჯახებოდა მანქანა არაფერი და დედა ეტყოდა მანქანა. იქ ესე
ტკეპნით ხო მიწას და წყალს მთელი ღამე ხო თუ ეს ლიპი ყინული გამხდარიყო და სულ ახარუხით დადიოდნენ. აბა. ჩემი მახარ ხო და ნახეთ ეს ყოფილა დანატოვარი წინა თაობისა და შენი მოგონებული არ არის და მიხარია რომ ეგ უბედურებები შენ არ მოიფიქრე მოგონებული არ არის თო აქამდე ეს ჩემზე პატარა ესე იგი ჩემ დროსაც იყო და ვიღაცამ დატოვა მეც ამპულები გამაცნეს ამპულების ჩაყარა ჭიეკონომის დროს ამპულები არის აა გორში არ არის ნაყოფილი აბა ეს არა სხვა ქალაქებში არის არ გამიგია ამპულები ჭიეკონომა გიყო ამპულების ჩაყარა არ გამიგია სხვაგან გორში კი თან გორში მიწევდა სულ ჭიეკონომის დროს ეხა ვაშლი იყო თუ არა ეგ მაინტერესებს მე ამან აი გორში ვაშლები არა ვაშლი იყო არა ფლავში ფლავში არის ვაში ფლავში მოდის ვაში გორში ანუ არ არის ვაშლი ანუ ეს არის მოგონილი რა ნუ გორის რა იქ მოდის რა გორში ვაშს რა უნდა სტალინის სახელმწიფო კი ბატონო ვაშლი არ ვიცახდი რა უნდა გორში ვაში პადო გორის რაიონის სოფლებში მოდის კარგად. შიო და ხოლმე და ვიპარავდითო რაღაცებსო რა ბავშვობაშიო და მეთქი ვაშლი გეჭამა მეთქი მე სტერეოტიპულად უყურებ გორი ვაშლი დიდი პანჯერას გაღებ მოწყვიტა ვაშლის. გამოყლებული არის ვაშლი შიო და მეთქი ვაშლი რა შეიძლება ვინა ვაშლი ეზოში მეთქი არის აი ყველას ეზოში მაინც აქვს და ეზოში ვაშლი არ ქონდა მეთქი და ეზო მეთქი ქონდა რომ გვეულო იქ ვაშლი ეგრეჩი სერული დავიწყე ბავშვმა ვიცი რომ მომიპარა იქ მეჭამახო ხორჩიჩი რამდენჯერ მატლი გამის გეფიცებით ეხა მატლი რომ დავინახო რაღაცებს დავწევ მაგრამ მატლისგან გამისუფთავებია და ისე მიჭამია რა იმიტომ რომ მატლი და ხო აქეთ ხარ მოაჭერი და 20 კილო კარაქი მაქვს სახში მიტანი ნაგვიდან ბიჭო აი ეგეთი ჩვენ ეხა ნაგა შენ გორში გაიზარდე თუ უფრო სხვაგან სირიაში სადღა არ ვიცი ნაგავი ეს იყო მაცივარი ნაგავი იყო რომელი წლებს ყვები ესე გან 90-იანი მაგა ხელთ მოაგროვე ესე თუ 20-იან წლებში მომისმინე ძიმე პერიოდი კი იყო ხა რა ანუ მაგას ბუნკერი მაცივარი ხო დრო ვაიმე არ მომწამოს კი არა მომეწამე ყლეზე არ მეკიდა რა უნდა მიქნა ეხაც ეგ ჩვენ მაქვს რომ ნაგვის უნაში თუ ნახე აი ტელევიზორი ვიპოვო ძველი ნაგვის უნაში უეჭველი ჩავდებ და წამოვიდე აი კარგად ვიპოვე არ შემიძლია ბიჭო ეს და ჩავალ მე სახში კივილი რომ მოათრიე ნაგავი მატლზე მაგარი რამე გითხრა მატლზე აი ვაშლიან თუ გინდა ძეხვი კალბასი არ რომ მოკბიჩავ და რომ ნახავ რომ შიგნით მატლია ცოცხალი ეს ხო საშინელი გზობა ამაზე საშინელი გზობა რა არის რო შეჭამ არა პირში რო იგზდობ ზუსტად ანუ ნაჭამი ნახევარი მაგრამ ეგ არის ბურთა ეგ ეხა არის თორე მაშინ კარაქიც ნაგავს შეგდო რაღაც შეგვეძებდით ალუმინებს ვეძებდით ხოლმე რა ანუ და ეხა ნაგავს უცებ აი ესე მე ვუწე რა გინდაო შეჭო კარაქია ბიჭო გაყვითლებული გადავიდით სხვა თემაზე დეპრესია ჩავარდა არა ხალხი მაყურებელი ვიღაცა მეტყვა გარედან ეს მომწარო რო იყო გადააგდო რა დიდი 4 კუთხედი კარაქი ეს ყვითელი ხო იყო რა მოვიგეს გადავაჭერი მოაწე გარედან მოაცალე ის არის. ასე ხო მიუტან ნანის ბებომეთ კი კარაქი მოვიტან მაჩუკეს თქო. ხო იყო ნაგავში არ მაჭმევდა ის და. ვაი ვინ გაჩუქა ამიხი და მეთქი მაღაზიაში მაჩუკა მეთქი ჭიპამ მაჩუკა თქო. ვაი აჰა ჭიპამ გაჩუქა თქო პატივს ცემდე ხო და პატივისა ბავშვნა. რა თქვენ ნახევარი უჭამ შემა უბალა. ძალიან მშვენიერი იყო არაფერი არ მოსვლა პადვაში ვინახავ. ლადო შენ რომელ წლებში იყავი გორში? რო დადიოდი. მე ხა აი გამოცვალოთ რა ვარ 72-იანი. და სკოლის მოწა პატარაობიდან რა ხა როგორ მოგატყუო ხა ბოლო კლასებში აღარ დავდიოდი როგორ მოყვება ესე ბიჭო ესე რამდენი ხანი მოდის ეს ძაფის თემა ეხა შენ იმის მერე ალბათ 20 წლის მერე ხო და ეხა აზი არ არიან გაიგე ეს ბავშვი ეხა არ ვიცი რა ხდება ხო მე მეთქი ბიჭო ძაფები და ასწავლე უნდა გადასცე აბა რა წინაპრების დადატოვე ხო და გადასცე ასწავლებას ვეღარანტები იმიტომ ასფალტი რო დააგეს რა ბიჭო არავინ არ გაიმეოროს მართლა შემთხვევაში არა შეიძლება მოკვდეს მართლა რეებს არავინ მომკვდარა ბოზო არა ეხა მიმართე ხალხს არ გაიმეოროთ არ შეიძლება არ გააკეთოთ მართლა მე რო გავიზარდე მე მივხვდი ეს ასისულებს ვაკეთებ საშინელებაა ბიჭო ერთი თქვენ ჯერ ვერ მიხვდებით კრიმინალია ჩვეულებრივი ვიღაც რაღაც ანუ ესე იგი მე რო დავინახავ ბუნკერთან ადამიანს რაღაცას ეძებს შეიძლება ძალიან შეძლებული იყოს და უბრალოდ ძველ ტელევიზორს ეძებს კაი პონტია კაი პონტი არის ეგ როგორც ვიხდი აი ჩვენ არ ვიცი ბუნკერთან დადიხარ ხოლმე თუ ანუ რამდენჯერ ნელა გამივლია იცი რომ კარგად ამოთავებდი და შიგნით რატოს რამდენჯერ მიბრძოლია კიდევაც ბუნკერში ვიღაც ტიპი რაღაც ეძებ
იმას დაუშვი. ხელზე გიკმენია ხო? გაუშვი. კარაკი. ჩემი ტერიტორია. ბიჭო, გვაქვს ყველას რაღაცა მინუსები, ეს მინუსი არ არის, მაგრამ გეუბნები, აი, ბუფეტს ვეძებდი ადრე რუსული ბუფეტი მინდოდა, ბიჭო, ვერსად ვერ პრო, რესტავრაცია უნდა გავუკეთო. სახლში გინება იყო არ მოათრიო რუსული ბუფეტი. აუ ეგ მანა. და ხო ის რუსული ბუფეტი, ნაგვისუნასთან არადე. ჯეტაცი ვარ, რა ვერ ჩავდე. ბიჭო, უტრიალებს ეხა ვცხმუტავ, გაიგეს, არავინ დამასწროს, არ მეგონია რომ შემნარი ბევრია და შემეგოწობს, ოპა, შეაგდოს და წაიღოს ეს ბუფეტი. ეს ბუფეტი რო იყიდოს რესტორანმა, რო იყიდოს მიმებში, შეიძლება $2,000-5,000 დაუჭდეს რა. აი მე ვცხმუტავ მეთქი ეს ბუფეტი როგორ წავიღო, ბიჭო, თან ცოტა ცნობილი ვარ მაშინ. და აი არ მინდათ რომ დამინახონ რა და დავიწყე დაშლა ამის ადგილზე. გავივლი, ოპა, რაღაცას მოხსნე. სხვა ჯერ სულ არ არის სასაცილო. იცი რაც დრო გადის, მათ სრული სერიოზული. ეგ მე შეიძლება დაფასდეს ეგეთი რაღაც ანტიკვარი და რაღაც. ხო და ეს ვახი დაგცი. მე როგორც მე დამცინოდნენ MMA-ის რო უყურებია, რომ დამცინო. დავშალე, სახში ვერავაწყე ეს შეშად გამოიყენეს ამას. ვერა ძალიან მომივიდა დასლა ბიჭო, მაშინ არც მასწავლა. ეხა რო ვიყო, ეხა იმდენად თავისუფალი ვეგეტარში დავკეთე, გავჩერდები, გავზომავ, შევტევ, ჩავდებ და წამოვიდებ, იმიტომ რომ მევასება რა. უნდა მოგეძებნა იმის გადამგდები და ინსტრუქცია ვერ მოაყოლეს. ეხა აი მინდოდა ეგეთი ბუფეტი და $2,000 და $3,000 კაი მდგომარეობაში რა. და ამო შეჭო გავიდე ნაგვის ბუნკერების მეტი და დავყვეთ, ჩელთან გადაიღე ვიდეო რაღაცა. ვეძებ იდეა მქონდა რა ვიშოვეთ ნაგვის ბუნკერში. ეგ ვიდეო გადავიღოთ მეთქი და მთელი თბილისის ნაგვის ბუნკერი. შენ რო ჭიდაო, იქ ვინც მეორე რო ეძებს, ეს იქნებოდა კონტენტი. მაგარი. აი მე ვიძახი რომ დღის ბოლოს ან 2 დღეში იმდენ ამის ვიყო, შეიძლება ტიპები გაგიჟდნენ რა, ეგ რა შეიძლება გადააგდო. გავაკეთე, ჩემი YouTube-არზე და. ხო, ჩემი YouTube-ი ვახდი, რატო ვახსენე? კი. გამოიწერა აბარა ჩვენი. ჩვენ რო რა ვიცი, შენ რო ბიჟენიო ნაგავში და რა ვიცი, ორი იუთუბერი ნაგავში უფრო მათ თქო შენ ვერც გამოვიდე. მე რო ნაგავსაყრელზე შევიდე, აი ეგრე მე ისა რა ქვია ჩემ მეზობელი შენებლობა იყო ჩემს უკან რა და მეზობელი გადაუშვით რაღაცა უნდა აიღო თუ რაღაცა რა გადავიდა 2 საათი აღარ ჩანს ანუ სად არის ეთქო რომ დაინახა ეს ფიცრები და რაღაცები გაგიჟდა შენაირი ტიპი იყო რა და მაგი შენ რო შენებლობაზე გაგიშვა ეხა და ბიჭო ეს აი ეგეთი რაღაცები ევასება რა მაგრამ გუნსაც ბუნკერში ეძებ რაღაცებს პირველად პორნოს კასეტა როგორ ვიშოვეთ იცი გადავიღეთ ეხა მივედით გადაუხადეთ იქ დამლაგებელი ხალი იყო იქა და წვალი კართან ნაყოფი არ ვიყავით და ანუ ვიცით თუ გაზეთებიდან ვიცით არსენალიც გამოდიოდა ხოლმე და რაღაც ძველი გაზეთები ქონდა რომ ტიტული ქალები ეხატა რა და ეს გვაინტერესებდა ეს მოძრაობაში როგორ იყო ეს ტიტული ქალები რა აი ტექნიკური დინამიკაში ხო აი მაშინაც ტექნიკური გონება ქონდა ეს აი გასოცხლებული სურათები მაინტერესებდა აღარ ვარგო და არც ის გაზეთები და არც ის ქალები ხო და ბიჭო აი დავიწყეთ როგორ გინდა უფროსებს კითხო რომ აი პორნოს კასეტა მოგვესით რა არა და ვიცით ესენი უფროსებიც იკეტებიან ოთახში და უყურებენ ხოლმე რა ფარჯებს გვიწევდნენ ხოლმე და მთელი უფროსობა წარმოიდგინე ეხლა რომ უფიქრებ რომ აი საძმაკაცო დავჯექით და პორნოს უყუროთ აი რა ცუდი არის ბიჭო ერთად მთელი უფროსი ბოდიში რა ბიჭები თან სუ ბიჭები ჩემი უფროსი ბიჭები იყრიბებოდა ეს ბიჭო ეთქვა რაღაც დოისმენ ეს კასეტა გაფუჭდა რა კასეტა გაფუჭდება იმდენ მე ხოც რაც ბევრჯერ აჩვენე მე აი გამოფლეთი კასეტა გადაგდებული ფანქრით იყო წაშლილები რა სექსები ეწერა ხოლმე და ფანქრით იყო წაშლილი და რო გადაგდეს ჩვენ კასეტებს ვეძებდით უბანში ვაბავდით ხოლმე რა ეს პროსტა ბოძიდან ბოძებზე ლენტებს ეს ეგ ნანახი ანუ ლენტა მიყვებოდით ეს კასეტა იმის ჩემი ძმაკაცის ბავშვობის ძემი ამოვიღეთ მანიკულით ვაწებეთ აღვადგენ აი ნაცვეთ ხან რავი მაშინდელი პორნო ახსნა ვიღაცას და ხან ჩემი ბავშვის ძმაკაცი ბავშვიც ეყავდა აი რა ცუდი სანახავია მართლა გეუბნები აი ნაცვეთ რომ მივავით მე რო ვიპოვით ზავავით და უცებ აი ჩემი ძმაკაცი ბავშვობის კადრები სახალხო ზეიმი იყო სიქარას ფორმაში უცებ აი ეგრე ნაცვეთ მაგ პირველი პორნო წვალებით ბიჭო ესე იგი საერთოდ მე აი კიდაც იქ Fight Night Live-ზე რო ვარ ან ჩემ YouTube არხებს ან სადმე კენაზეც ხო მე რო ვარ ხოლმე მე ვეუნები რომ აი ყველაზე შინაურმა უნდა გითხრას რომ თუ რამე არ მოეწოდა ჩემ შვილებს ვეუნები ხოლმე უყურეთ ხო და ამას არ ვაყურებ ეს არის პირველი შემთხვევა როცა
არბა დაუმბა და არ ნახოსე. ლადო, დასაწყისში რომ იკითხე როგორი ფორმატის გადაცემაო, გახსოვს? აი, ხო. როგორ შეაფასებდი? აი, როგორ ყველა გადაცემაში ესეთ თემებზია საუბარი. აი, ყველა? თუ მე ვარ ეს. გორი არის. მუზა მოუყვანე. გორი არის. პანდორას ყუთი არის გორი. კაჩ, გორი თუ გაიხსნა, ესე თუ გაგეთა. ვერ გამამტკილე. ამოდის პორნო კასეტები, ლატონის ყვაბები. გორი არის ისა რა, მახარას. აუ მე ხა შევცვლი თემას და თან რა მართლა მაინტერესებს. აი რაც აგზივარ მაინტერესებს მაგ. აი ეს რა, უბრალოდ რა არის ვიცი შკატულკას ეძახიან ზარდახშა ეს ხო? არა, მან და არა. ზევიდან რაც იდო ეგვით. მეთქი არა ამდენ ხანია ფიქრობ შიგნით ნეტა რა დებს რა არაფერი არ. კაცო თუ კარგად არ წავიდა მაგებს ვიყევთ ხოლმე რენდომ თემებს და დღეს რეალურად წავიდა. მაგრამ დღეს გვექნება ასოციაციების თამაში, სადაც ანახე კალა ოქროს ეს არის ფუ პოდკასტის ოქროს მონეტა, რომელსაც ანუ სტუმარს აქვს ხოლმე მოგების შანსი რა. ძალიან მეუხერხულება რა ხა მოვიტყო რა. ხედავ. ახლა. რა, მოიცა. აუ ეხლა ასოციაციების თამაშია რა. რასაც იტყვი მაგალითად მაწონს თუ იტყვი სამ წამში ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთ-ერთი ასოციაცია უნდა მოგვიდეს სამ სიტყვაზე რძე. თუ სხვადასხვა მოგივიდათ მაშინ შენი არის ქულა და ორამდეა რა და თუ შენ მოიგე მიგაქ მონეტა. მაგრამ აქ თავი ოქროს მონეტა. ჩვენ ერთმანეთს ვანიშნებთ ძალიან პროჭული თამაშია რა. ვანიშნებთ ერთმანეთს კარნახობთ ჩუმად რა რაღაც პონჩი. როჭულისა რა გითხრა მაგრამ რაღაც უაძრო თამაში კი მგონია. არა, აზრიანი არა. თქვენ მართლა იჭიდავეთ რა. უფრო მეტი ხა მე ვიქნებია კან საჯი ვიქნებიან რეპერი. აი, ოქროს მონეტის მოგების ის თუ არ გინდა, გავწდეთ ამას. მართლა ოქროა? კი. აი შემოწმოთ. და რომ მოვიპარო არ შეიძლება? აი ვითარ აკი მოიფიქრეთ ვითამაშოთ ამ. აი ეს ჩვენ გადაცემის ისტორიაა ეს თამაში. ორივე ხელით. ნაღდად არ არის საინტერესო თამაში. აგერ ისეთ ტრადიციებს უფრთხილდებით მე და მახარა გორში რომ ამას რო არ გაუფრთხილეთ არ შეიძლება. ეგ სასაცილო ხო არ იყო ჟუტკი რა. აზე ხა დღემდე არავინ არ იცოდა ესე იგი მარტო გორში იყო ეგ თემა. მე რა გორში შვები არის. გაცდა გორს გაცდა ეხა მამით. აუ რა ცუდი რამე გავაკეთეთ. არა პირიქით ანუ ეს კანონდარღვევა. არ გააკეთო. უჯასები ჰორორები რო არის ფილმები რო სადღაც რო ის არის რაღაცა. მაშინ იყო სოფლის ვამპირები რო არიან რაღაცა გამოკეტილი და ვიღაცა შეცდომით არაფერს ფლაში არ უნდოდა მაგრამ რო შემთხვევით თუ გამოუშვებს. კანონდარღვევაა ეგ არის. აი გავაკეთეთ ეხა მე და შენ. კანონდარღვევა რეაგეთ ხალხის მართლა კანონდარღვევა ამაზე დაგიჭერე. სოფლისები და ნელა დადიოდნენ და ხო. რაღაც ბნელი იყო ხალხი და ხო ბნელები ვიყავით მაშინ. არა მართლა ბნელები ვიყავით. მართლა ბნელები ვიყავით. მეუბნები ბავშვობის ზეიმზე მაგ გადაწერილი არა ჩაკერებული ბიჭო ნეტა გადაწერილი ყოფილიყო. კაი, მოდი აბა ვცადოთ ეს რა არის. ანუ მე უნდა მოვიფიქრო სიტყვა? სიტყვა რაზეც მე და მახარას ასოციაციები იქნება განსხვავებული. კარგი, იყოს ხე. იღებულია. ხე. კაი სიტყვა, ზოგადი. რამდენი ხანი აქვს დრო ეხლა? რამდენი ხანი უყურო რა უკან ნახონ? მზად უნდა თქვა რომ მზად ხარია. ფრანჩესკო ეს მიანიშნა უკვე რაღაცა მაგითი. რაზეც? ანუ ვერ მივხვდი რა. სად ვარ მე? ის მზად არის. მე მზად. დავითვალო? დავა იმიდი. 3 2 წავიდა. ტოტი. აუ რაღაცა ანიშნეს ნახდათ რა. რაღა ტოტინო. რატო არა ტყე? მე აუ მივხვდი. ეგრე მომივიდა. რატო არა ბუჩქი? მე მივხვდი, მაგრამ ახარასგან არ ველოდი მაგ მინიშნა. მეც არ ველოდი. აი არ მინდა ის მითხარით რომ რამე მაინტერესებს როგორ მიანიშნე აი იმას უთხრა შენ გაჩვენდი ფრანჩესკო. აუ ტოტი ცოდნია ვინ არის ეხლა ეგ არის მარტო ვაღია ხო და აი ეს ერთი ყველაზე მაგარი ოფლინიშნება იყო. ბრავო. ფრანჩესკო. ესე უცებთან მოიფიქრა. ფრანჩესკო. მაგარი მინიშნება იყო მართლა. შენ გაჩერდი ფრანჩესკო. ფრანჩესკო, მეთქი იქნებ ფრანჩესკოს ეძახიანან რაღაცა. საათგა, ახე. აი ორამდეა ერთი კიდე. მაშინ წესი უნდა იყოს რომ არაფერი არ უნდა თქვას. ო აი ეგ არის წესებში. ეგ წესები რო არსებობდეს ეს მონეტა არ გვექნებოდა. ანუ ეს მონეტა იმიტომ გვაქვს რომ წესები არ წავუღია ჯე? ერთხელ წაიღეს მარტო. ანუ მთელი არსებობს. ორამდეა? ორამდეა ხო. მარტო მე მაგ უფლება რომ შევაჩეროთ. ანუ აღარ აი მაგალითად რომ ეთქვა ფრანჩესკო რო თქვა. არა ტოტის კარნახობო რო გეთქვა. უნდა მიხვდე შენს რას კარნახობს და ტოტი დაიბლოკა. ტოტი რო გეთქვა შენ. ტოტი დაიბლოკებოდა რა. ერთი შანსი მაქვს. ანუ ის ბრეიქ პოინტია, ხო? კი. აი матч პოინტია. матч პოინტია, ხო. შენ თუ მოიდი დასადაგდება და გადავსწრებით. ორმაგი матч პოინტი არის.
ზარდახშა. რომელ სპორტსმენს მოიხმობს? მას არა. კარგი სიტყვა. ეხლა ესენი სიტყვაზე კი არ ფიქრობენ. ეხლა ფიქრობენ რითი ვანიშნო. დრო უნდა იყოს რაღაცა ლიმიტირებული. რა თქვა? დავითვალო? კალა. დავითვალო? დაითვალა. 3, 2, წავიდა. 5. ოპა, აცდენ. რა რენდომ თემაში შე? 1-1. ამაზე რა რენდომ. ხო, მაგრამ 5 შე. შესაძლებელია მოგება, შესაძლებელია. 1-1. ხაჭო ეს უფრო რთული, ეს უფრო ადვილი იყო. ხა მე ვიფიქრე რომ ეს 5 სიტყვიან მეთქი, მაგრამ იქ ის ძნელი იყო უბრალოდ ფრანჩესკომ დამღუ ტოტი რომა და აროჩი. ეხლა 1 დამჩა, ხო? მაგრამ რა თორბი გარდახი არაფერი? გეგონა რომ? გეგონა რომ მოვიგებდი? არ უნდა შეიძლება. კარნახით რომ ვერ არასწორს ეგეთი რა. ეგეთი არ არსებობს ხო, მაგრამ რამე დროზე თან ხდები თუ რაღაცა დრო აქვს მზად. აი, რაღაცა წუთი მაქსიმუმ. წუთი მაქსიმუმ. ხო. წუთი იყოს. წუთში უნდა მიმანიშნოს. არა, ეგ რო გზაზე ხო იგ ისე ძალიან ცუდი იქნება, თუ დრო იქნება და იმ დროის მერე ეგრევე უკუთვა წავა 3-2-1. ძალიან საშინელებაა. თუ გინდა გავართულოთ და ეგრე იყოს წესი. გინდათ მაკალა? რა? 1 წუთს დავინიშნავ ხა, როგორც კი ამოიწურება, დავიწყებ დათვლას. 3. მაშინ 2 წუთი უნდა იყოს. არა, 2 წუთი ბევრია. ეთერის დროს გაუფრთხილდი. ვთამაშობ. იყოს წუთი, დავაი. წუთი გვაქვს. დაიძაბა. კაი, სიტყვა. და ეგრევე ჩავრთავ, როგორც კი სიტყვა. საჯი. წავიდა დრო. რისი თუ ზოგადად საჯი. მიკროფონი შევიდა. აი, მე მზად ვარ. არა. არის თulis მზად ვარ ამან თქვა. მოიცა ერთი წამი. წუთი ხო არ გავიდა. საჯი? 22 წამზე ვართ. იქნება, ეგ იქნება. რაღაცა უკან. არ მოიფიქრებდა სხვას რა, ყველაზე. კაი. მოიცა, ეს წუთი. სად ვარ? ეხა არაფერი აღარ არა და უკან ახალიცი რა, მაგრამ ეს თუ მიხდა, კაი გავრისკა, არ მინდა ამის. თუ დაბლოკე თუ არა, არ დაბლოკე. არა, შეგიძლია. არა, მე ჩემთვის იქნებოდა ეს მინიშნება რა. 15 წამი დარჩა. არა, მოიცა. არა, 15 წამი დარჩა. არა, დაბლოკე თუ რაღაცა. დაბლოკე. არა, უნდა დაბლოკო. თუ იცი, ერთი სიყო უნდა დაბლოკო. ეხა იმდენი ლაპარაკეს რომ არა, უნდა დაბლოკო. არა, თუ რაღაცა. არა, просто დაბლოკოს. არ ბლოკავს. 3, 2. წავიდა. ფეხბურთი. აჰა. ეხა მითხარ, არ მინდა ეს ისა, უთხრა ეხა რა დითი უკან ნახეთ ერთ. რა სიტყოდაო ესო თუ რაღაცა რო გააძრო არა სიტყვა და მე ზუსტად მე რა ვიფიქრე იცი რომ MMA ალბათ ან რეფერი მაგას ვანიშნებდი ამას არ გამიმართლა ეს ვერ მიხდა პროსტო და ბიჭო ამას არ ვიცი ფეხბურთი რატო თქვი მაშინ შენ თუ მაგას ანიშნებდი იმიტომ რომ ამან ვერ დაინახა წეგანდა ვერ ნახე როგორ არ მიხდა რაღაცა მე მგონი ამან უკარა არა ნახე შენ შეიძლება და გეთქვა MMA ჩხუბი UFC ანუ ბევრი რაღაც შეიძლება გეთქვა ამაზე გაიგე ბრძოლა და მაგიტო არ მე ჩაგახურინე ეგ მომენტი რომ მეთქი არ გვინდა თქვა აი გამოწყდი ხა რაღაცებს არა ანუ მაგ ეგ თემა იყო მე არაფერი ბეწუზე გადარჩნენ მინდა გითხრა ბიჭო მე მეგონა რაგბის იტყოდი იმიტომ რომ საჯი რისიო თქო მეთქი რადგან მყავდა რაგბის საჯი მყავდა სტუმრად მეთქი მაგას ამბობ თქო ვა რეები ისე რა რეები ჩალიჩია რაგბი რაღაც დაიწერეთ ხემაც გავასწორო დიდი ხანი ამას თამაშობ ეგ გაიგე წლებია ეგ გაიგე რა ამას უკვე ეცამ ფეხი მაინც გავასწორო თქო არა ეგ არ გამიგია ფეხები უკვე ფეხბურთი ეგ არ გიფიქრია სიმულოტეზე გენიშნებინა რამე შენ კოლინა არა სიმელოტეს ნიშნება ძალიან რთულია ეხლა არა აქ მაგარი რთულია შენ ერთი აცდე და ო მე მაგრამ მომეწონა თამაში კი არ მომეწონა თვითონ აი ეგ კარნახის პონტი მომეწონა რა რაღაცა აი როგორ უკარნახო მაგიტოა მოდიფიცირებული ჩვენი თამაში რა აი კი კარგი სხვა დროსაც დამიძახეთ პოდკასტი სხვა დროს უნდა მოვიფიქრო ისეთ სიტყვები რა ბოლოსკენ გადის პოდკასტი და მეირაბის ხუბს არ შევხები ვართ მე მგონი ხო ნორმალურად მეირაბის ხუბს არ შევხები იმიტომ რომ გორის ისტორიებმა გადაუხვია იცი რა მეირაბის ჩუბის ანალიზი დეტალური დავდე ჩემს გვერდზე აი ხედავ აი შეგიძლია ნახოთ რა ვიცი თუ ჩააგდებთ კომენტარებში მე აუცილებლად იქნება და ჩვენ ცუდი ხალხი არა ასე ისტორიები გვაქვს ცუდი ბნელი ბავშვობა გვაქვს და ბნელი პერიოდი გვაქვს გამოვლილი თორე ხო არ შევახსენოთ ხალხს დალაიქება არ გვიხსენებია დიდი მეგობრებო დალაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ ჩვენი ტანდემი კი ტანდემი 3-ია თუ ტრიო
ტრიო. ტანდემი. ტანდემი ორკაციანია. ბანში დუეტიზე ტრიო. იგივე არა? ჩვენი ტრიო თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ვიდეო და შემდეგში მოყვები. მე მგონია რომ ხანდახან აი გააჩნია სტუმარზე წერენ ხოლმე იშვიათად, მაგრამ ვიღაცებზე წერენ რომ ეს დაამატეთო მესამე წამყვანათო და მე მგონია რომ ამ პოდკასტზე იქნება ეგეთი კომენტარი ვიღაცა დაწერს რომ ლადო დაამატეთ. გორი და რამდენია დაჩენილი. კიდე რამდენი მაქვს? ვა, ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც ლადო ორშაბათობაში სწორია და იქაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი იყო და ამ გადაცემაშიც ეგრეა ზუსტად და ძალიან იმედია კიდე გვეწონა. მე ძალიან ვისიამ ძალიან გავერთე, სიმართლე ცოტა თან ამ უცნაურ უფორმატობაში ცოტა გიდაბნეული ვიყავი რა უნდა რაზე იქნება და თან ეხა მithmedes. არა, მეც თვითონ სიამოვნება მიიღო, მოკლედ დიდი მადლობა. ალივით წაიღო რა. წარმატებები შენს YouTube არხზეც და კარიერაშიც და ასე შემდეგ. წარმატებები თქვენს და დიდი მადლობა თუ დამიძახებთ. აუცილებლად დაგიძახებთ. კომენტარებში ხალხო შეფასება დღევანდელი გადაცემის, დალაიქება ვიდეოსი, გამოიწერეთ ალხი. შევხვდებით იქა. გამოიწერეთ ალხი. ალხი. შევხვდებით გორში. გორჟა ფილარმონიაში. ჩვენ გიგვაქვს ფილარმონია უნდა დავკეტოთ რა. დავკეტოთ. და აი ამისთვის გამომწერები არის აუცილებელი. კაი, წავედით. კარგად.